ბრუნდებით მორიგი ეპიზოდით, რიგით 51 ეპიზოდია და დღეს ჩემთან არის თუმად ესე იგი წინა პოდკასტში ჩემი მეუღლე მყავდა და ძალიან უცნაური განცდა იყო, იმიტომ რომ ეხა მეუღლეა რა. და დღეს ყავს ჩემი ძალიან ახლო ადამიანი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველ დღე ერთმანეთს არ ვხედავთ, ოჯახებით მეგობრობთ. დავდივართ ერთად დასასვენებლად, ვიცნობთ ერთმანეთის შვილებს, მოკლედ ძალიან გვიყვარს ოჯახს ოჯახი, მართლა. ჩემი სტუმარია დღეს გიორგი ცხადაძე. ადამიანი ესეც ერთ-ერთი ვიქტორინოქსია, ანუ ბევრი რაღაცა შეუულია, ძალიან აქედანაც იშლება, ანუ არის ახმეტელის თეატრის მსახიობი, აქეთ ფორმულაზე წამყვანი არის, გადაცემის დილის, იქით კიდე სიმღერებს მღერის და პირველად მხოლოდ ქართულიდან გავიცანი და იქიდან დაიწყო მისი ასე ვთქვათ სასიმღერო კარიერა გარკვეულწილად. მისი ნაცეკვი ბავშვობაში ახლა ძალიან დავირუსებული არის, როგორც ეკავდა აჭარულს. ძალიან კარგი ადამიანი, მე სულ ვამბობ ხოლმე რომ საგიჟეთი ხდება მთელ სამყაროში და თითოეული ადამიანი რომელიც აი მხოლოდ პოზიტივის მატარებელია და ცხოვრებაში გიხარია რომ შენთან მოუშვა ახლოს, იმიტომ რომ ზუსტად იცი რომ აუცილებლად კარგად და დადებითად აისახება. დეფიციტურია ეს დადებითი თემები ხა და იო გავწითობ. ამიტომ ძალიან მიხარია, ძალიან მიყვარხარ მოკლედ. მე ვფიქრობ რომ ისე დროში ცხოვრობთ რომ როცა ადამიანი გიყვარს არ უნდა მოგწმინდეს ამის ბევრჯერ თქმა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რამე. მოკლედ მიხარია რომ აქ ხარ. და როგორ ხარ პირველ რიგში? ძალიან კარგად. იცი რა, როგორ შეიძლება რომ ცუდად ვიყო. პირველი ჩემი YouTube გადაცემაში სტუმრობა. ხო და ეხლა რომ მოდიოდი გზაში, ვფიქრობდი რა, რაზე შეიძლება რომ მელაპარაკა. მე შენზე დავიწყე ფიქრი. ხო და ვაფშე ძალიან მევასები. ჟარგონულად რო ვთქვა. და რაღაცა მგონია რომ შენთან ლაპარაკი ყველა სტუმარი რაღაცნაირად საინტერესოა ხოლმე და იმედია რომ ჩვენ საინტერესო გადაცემა გამოგვივა, იმიტომ რომ ზოგადად შენი ენერგეტიკა ჩემთვის რაღაცნაირად ისეთია. კაია. რომ აქებ კიდე მიხარი. კი. ხო გაითვალისწინა რომ ხო იცი მე ბევრი ლაპარაკი მიყვარს, მაგრამ აქ ეხა ამჯერად შენ ხარ ჩემი სტუმარი. მე ვარ მასპინძელი, ამიტომ მან თავარია შენი მოსმენა და შენ მოგისმენა. მე უბრალოდ რახან ეს არ არის ეხა კლასიკურად სატელევიზიო პროექტი რომ აი ასათიანებით დაგიჯდე და როგორ გაიცანი სალომე და მარტო დაგისვა კითხვა და დალში შენი ბაზრო ეგრე არ ხდება აქ საუბრო დიალოგი გვაქვს მაგრამ რა თქმა უნდა ადამიანებს უფრო მეტად დაინტერესებთ აქ მოსული სტუმარი იმიტომ რომ ჩემზე უკვე რაღაცეები თქვა შიკადაში ზოგადად იცი რა ეხა აი საერთოდ YouTube გადაცემებს ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რატო შეიძლება რომ უყურო გონია რომ რაღაცნაირად აი შენს გადაცემებში როცა უყურებ ხოლმე რაღაც შენ პრობლემებს აღმოაჩენ ხოლმე რა და ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ეხლა რომ ვთქვი რომ გზაში მოვდიოდი და ვფიქრობდი თქო სკუტერით ვიყავი და დავფიქრდი რა და რაღაცა მგონია რომ ზოგადად არა გვაქვს ხოლმე ფიქრისთვის რომ არ და ეგ არის მგონია რომ ძალიან დიდი პრობლემა იმიტომ რომ იმდენად რუტინაში ვართ რაღაცეებში გადასული რომ აი რაღაც დილით უნდა ავდგეთ მე უნდა წავიდეთ რაღაც სამსახურში მე იქით რეპეტიციაზე მე იქით და რაღაც საქმე გავაკეთოთ და ბოლოს რომ შეიძლება რომ ეს საქმეები აი ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ აუ საღამოს მაინც გაგახსენეს, რომ ერთი საქმე დაგრჩა გასაკეთებელი და იმაზე მე შეიძლება მთელი საღამო გაგიფუჭდეს და რეალურად ფიქრისთვის საერთოდ დრო აღარაფერში აღარ რჩება რა და არა და რეალურად ფიქრი ძალიან კაი რაღაცა ყოფილა. ეხა იმდენი რაღაცა გამახსენდა გზაში რომ მოვდიოდით. თუნდაც მარტო ჩვენი ცხოვრებიდან რომ შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცაზე გადაგაფასებინოს რაღაცეები და შეიძლება რომ რაღაცა უფრო ბედნიერი იყო ვიდრე ხარ რა. და რამდენი ხაი ეხა ესე რაღაცა სტატისტიკას კი არ გთხოვ, მაგრამ აი თუნდაც რაც შენ თქვი, ანუ ყოველდღიური რიტმიდან გამომდინარე, აი დღეში რა პერიოდი გაქვს, ესე თუ შეგიძლია რომ შეაფასო, როდესაც მართლა შეგიძლია აი ეგ პროცესი გაიარო რაც ეხლა გზაში. მიფიქრო, შვიდა წყნარად დაფიქრე, იფიქრო, ანუ დღის განმავლობაში გააქვს ეგეთი მონაკვეთები? არა მაქვს, მაგრამ ეგ ჩემი ბრალიც არის რაღაცნაირად. იცი რა, იმდენად რაღაცა ბევრს ვთხოვთ მე ჩვენს თავს. იმდენად პასუხისმგებლობასაც გძნობთ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა კაია, მაგრამ მე რაღაცა ისე გადადის ეს ყველაფერი შენს ჩვევაში, რომ აი 2 წუთი რო საქმე აღარ იყოს, მე იმაზეც გეშლება ნერვები, რომ ვა, ეხარებს არ ვაკეთებ, და უკვე იმდენად შევეჩვიე თითქოს რაღაც დამოკიდებულება არის ეგ რა და დამოკიდებულება რო ყველა ცუდია, ეგ ვიცით და ანუ რეალურად უცებ უნდა გავთიშოთ ხოლმე რა. საკუთარ თავზე რაღაცნაირად ცოტა უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ალბათ რა. მე გამახსენდა სხვათა შორის ჩვენ გრიგოლეთში ვიყავით, სანაპიროზე ვიყავით და რაღაც
ტალღები იყო ძალიან ახლოს რაღაც საღამო იყო გახსოვს ეგ და მაშინ დავფიქრდით რაღაცეებზე აპარაკობდით სადაც ვიყავით მე მგონი ეგ არ დაგვაწყდება ჩვენ არასდროს და უკან არის ხუთრო ვიზება და ძალიან კაი იყო სანაპიროსთან ლაპარაკობდით ხო და რაღაცა სამყაროსეულ თემებზე თუ როგორ არის ეგ ამბავი და ძალიან კაი იყო რა მახსოვს რა და ეგეთ საღამოები ხშირად უნდა მოვაწყოთ ხო არა აუცილებელი არის ჩვენ ბევრი საღამო ქონია კაცო ეგეთი საღამოც ქონია და ისეთი საღამოც როდესაც გვერდი ნომრებში ყოფილვართ და როცა ღვინოს ტრუპავდით ხოლმე თან ახლა ბავშვებს ეძინათ ყოველთვის ერთ-ერთში არ ვიყავით ერთხელ მახსოვს რომ ჩვენ აქეთ აივანზე ვიყავით თქვენ აივანზე ვიყავით და ერთმანეთთან ჭიქები გვეჭირა ეს ერთი აივანიდან მეორეში ესე ვუჭახუნებდით ხოლმე და მაშინ გახსოვს იქ რა სიტუაციაში გავიჩით ერთხელ გვერდზე რომ ბიჭი გოგოს აბავდა ჩვენ რო აქეთ ვისმენთ აური ისტორია მოკლედ ჩვენ აქ საუბრობთ რაღაცნაირად ისეთ რაღაც თემებზე ოჯახურ თემებზე და ნუ ბავშვის ამბებზე და რაღაცა ისეთი ამბავი არის და გვერდზე ოთახში მიდის საუბარი რომ ვიღაც ტიპს ყავს ვიღაც გოგო აყვანილი და დალიე თუ როგორი ამბავი იყო რომ რაღაცა კაროჩე ძალიან შეუსაბამო იყო ის გოგო მზად იყო ის გოგოს როგორ კონჩი მზად იყო რა აი გახსნილი იყო და უნდოდა რომ რაღაც ურთიერთობა სექსი ქონოდათ კაროჩე ეს ბიჭი იმდენ ხანს ებაზრა რომ იმას კაროჩე იმდენი დალიე იმ გოგომ რომ უკვე ცუდად გახდა და რაღაც მომენტებში უკვე იძახდა რომ გულიმერებოდა კაროჩე თელი ღამე აი ეს გვესმოდა ჩამესმოდა ერთი და იგივე რომ აუ ჩემ თავს გაფიცებ არ წიე რა აუ ჩემ თავს გაფიცებ გაირი რა გული რა მოიხოდები ეგრევე თელი ღამე ძმაო რავი თუ ეგრეა 4-5 საათი რატო დაგრუზე გოგო კაცო ოღონდ ის მომენტი გაიმაზა ხო ის აი ეგ არის გაეპარა ხო 5 საათი საკუთარი თავის პრეზენტაციას ახდენდა და მე უკვე გვიანი იყო რა ის ხო და ანუ ჩაგვესმა არა ბევრი კაი საღამო გქონია და თან მე და შენი ურთიერთობა ერთი და ოჯახების მანათ ანის უყარს ძალიან სალომე კიდე და ანუ ანის და სალომე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს რა ბავშვებიც რა ნენეც და ჯერისაც რა საიდან მოვდივართ ანუ და მაგარი იყო რა ზაფხულობით ეხაც შეგვიძლია ეგეთი რამე გავიმეოროთ როცა გვექნება მაგისი ამბავი ყოველთვის მესიამონება კაი მოდი ეხა გავუყვეთ რაღაცეებს პირველ რიგში გეთანხმები და ამაზე ანისთანაც კი მქონა საუბარი ტელეფონთან ზედმეტი გატარებული დროის პონჩი რა ანუ მე ჩემი რუტინა აქ კალათბურთი ეს და სულ საყვედურობს ხოლმე რომ ანუ აი ზედმეტად ხარ რა და მართავს ცდილობ ისწავლო რომ აი დღის განმავლობაში მაგალითად ერთი საათი მაინც დაჟე ვფიქრობდი რომ მეთქი აი გამოვყოფ რა საათს როდესაც არც ტელეფონი არაფერი არ მაქვს ან რამე ფურცელს ავიღებ და იქ ჩავიწე რაღაცეებს ან უბრალოდ ვიფიქრებ შვიდად დამწყნარებული და არა ეს ხო გეთანხმები რომ შეიძლება რაღაცები მოცემულობის ბრალიც არის, მაგრამ გარკვეულწილად საკუთარ თავზე მუშაობის ამბავიც არის. ანუ მუდმივად რაღაცას ვერ გადააყენებ რა, ესეთი ამბავი. გავუყეთ შენ ამბავს. ესე იგი, პირველ რიგში მე მინდა გელაპარაკო იმ კლიპზე და იმაზე რა ქვია, შენ რო აჭარულს ცეკვავ. ანუ ეგ მოედო და ანუ ძალიან გაუსწორდა ხალხს, იმიტომ რომ ცალსახადი ძალიან სისაყვარლე არის. დადიოდი ხო ცეკვაზე შენ? კაი ხანი დადიოდი თუ არ ვწდები. კაროჩე ეგ არის ძალიან რაღაცნაირი ისტორია რა, ანუ გონია რომ ჩემი ცხოვრება განაპირობებს. საერთოდ ყველა ადამიანის ცხოვრებას ბავშვობა განაპირობებს. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ყველა ვარიანტი ეგრე იყო რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში რა, აი ამ ვიდეოთი და ამ კლიპით. პირველი იყო ეს შატილის ასულოს ვიდეო. ანუ მახსოვს რომ ანუ აი ეს ომის პერიოდი რაღაც მთელი ამბები გაჭირვება და რაღაცა ძალიან სიდუხჭირეში ვიყავით რა და აი როგორი სიტუაცია იყო, იცი? ფრენა და პარიზში გადასვლა ყოველ წამში და იქ ლამის ცხოვრება და 7 თვით იქეთ და მე აქ კონგრეს სასახლეში კონცერტები კი არა. ჩვენ სოფელში რო ჩავსულიყავით ხონში, იმაზე იყო საუბარი, რომ რაღაცნაირად ავტობუსით წავიდოდით თუ მანქანით, რომ აი ბენზინის თანხა როგორ იქნებოდა თუ რაღაცა და უცებ გაიჩნდა ამბავი, რომელიც ვერც წარმომედგინა. ანუ პროექტი რომელიც ეს ფრანგებმა რო გააკეთეს ეგ რაღაც ქართული ლეგენდა ერისიონის პროექტი იყო რომ ჩამსვეს ანუ გადამაფრინეს საფრანგეთში გადავიღეთ შატილის ასულოს კლიპი სადაც ნუ ესეთი ამხელად თოვლი ცხოვრებაში პირველად ნახე ბავშვობაში რა თქმა უნდა ყველაფერი კიდევ უფრო გადიდებულად გეჩვენება მაგრამ ამას მოყვა რაღაც კონცერტები იქ რაღაც თელი ამბები პირველი ავტოგრაფი და ეგ რაღაცა იმხელა დიდი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაცა აბსოლუტურად შემიცვალა ყველაფერი რა. მაგრამ ესეთი წარმატება მე ძალიან რთულია ხოლმე გარდატეხის ასაკში. იმიტომ რომ მე აბსოლუტურად ყველაფერზე ხო რაღაცნაირად პროტესტი გიჩნდება და მეც ეგ ამბები მქონდა რა თითქოს ეს ყველაფერი
დავივიწყე, დავიკიდე, რომ აი რაღაცა თავიდან ვცდილობდი რაღაცის დამკვიდრებას და შემოქმედება ძალიან რაღაცნაირად თითქოს აი სულდად შეიძლება ვამბობდე, მაგრამ შემეზიზღა თქო, აი ბოლომდე ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რაღაცა ვერ ხედავდი ჩემ თავს რა. და გადავწყვიტე რაღაც სკოლაში კარგად ვსწავლობდი რაღაცა და ჩამემარებია საერთოდ სხვა ამბავში. მაგრამ არ ვიცი რატომ მე აი წკაპირო იყო აი რომ ავსებ ხოლმე ხო იცი აი სადღაც ჩააბარო რაღაცა პირველი პრიორიტეტი, მეორე პრიორიტეტი, მესამე პრიორიტეტი, მაინც გადავწყვიტე რომ იუბრუნებულიყავი გაროჩე მაგავავს. მიუხედავად იმისა რომ ერთ რაღაცას ვაღიარებ, თეატრი დიდად არ მევასებოდა. ხო. არ ვიცი რატომ, არა აი რაღაცნაირად ისეთ სპექტაკლზე ვიყავი პირველად რომ ვიყავი რომ აი ზედმეტად პათეტიური რაღაცნაირი მომეჩვენა რა აი რაღაცა რაღაც და ცუდი შთაბეჭდილება შემექმნა და ფილმი ყოველთვის მიყვარდა რა და უყურებდი ხოლმე ფილმებს და მაგამ მაგ მუღამში ჩავაბარე რა რომ მეთქი ვა იქნებ მსახიობი რაღაცა ფილმების ამბავი და მე ისე შემიყვარდა თეატრი რომ რაღაცა თავიდან აღმოვაჩინე ამბავი და მგონია რომ ვაფშე არის შემოქმედება რაღაცა ის არის რა ძიებასავით არის რა და ჩემი ცხოვრებაც ეგრეა სულ რაღაცა თუ რაღაცას ვაკეთებ შეიძლება ცუდიც იყოს შეიძლება კაიც მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ახალი გამოწვევა მივცე ხოლმე ჩემ თავს რა და რაღაცა იქით წავიდე რა რასაც ვაკეთებ არასდროს არ მომწონს ხოლმე და მეზიზღება ხოლმე რაღაც სიმღერასაც რო ჩავწერ ხოლმე და გავაკეთებ ის რო ტკბობა მქონდეს ამასეთ რაღაც ინტერვიუს ვუყურებდი თუ რაღაც და აი რაღაცა კითხვა იყო მე მგონი თუ გიტირიაო სიმღერაზეო თუ რაღაც ვიღაცა ამბობდა და ვა მეთქი დავფიქრდი და არ მქონია ეგეთი შეგრძნება ანუ რაღაც აი როცა რაღაცას გააკეთებ მე აღარ მომწონს ხოლმე და მე თავიდან იმავშევი ხოლმე აი ეს ბაზრობ არა ერთი ეგ მე თვითონაც ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ანუ ეგ მგონია რომ ანუ ადამიანები რომლებიც ასე ვთქვათ ვითარდებიან ანუ ყველას აქ ეგ ვიღაცა შეიძლება ზედმეტად ვიღაცა შეიძლება ნაკლებად მე მახსოვს რომ მქონდა პერიოდი როცა თავიდან პირველი არხის დილის გადაცემაში რაღაცა სპორტის რუბრიკა უნდა წამეყვანა თუ რაღაცა მე მთავარი წამყვანი გავხდი და როცა მოვისმინე პირველად საპილოტო ვერსიაში ჩემი ხმა აი მენაც უდად გავხდი რა რომ მეთქი აუ რა პანზე საკუთარი ხმა რო გესმის და როგორც იქცევი და რაღაცები მაგრამ ეგ უკვე ცოტა არაჯანსაღია აი ჯანსაღი არის ის რომ როცა რაღაცას აკეთებ რა შეიძლება უბრალოდ თვითკრიტიკული ხარ და იცი რომ დეტალებში იცი როცა რაღაცას აკეთებდი რა ჯობდა როგორ ჯობდა და ეგ სხვა რამეა თვითკრიტიკულობა ზოგადად დასწორებს რა მაგრამ მეც ქონდა სხვათა შორის ეგ რომ პათეტიური მიმაჩნდა ბევრი რამე რაღაცეები რაც ნახე იქ მაშინ ის კი არა რომ სპექტაკლებზე დავდიოდი თქვათ რაღაცნაირად მამაჩემს არ დავყავდი ხოლმე იქ მე რო გავიზარდე მე თვითონაც თითქოს არ დავდიოდი იმიტომ რომ სატელევიზიო სპექტაკლებში ეს ზინეიდა კვერენჩხილაძე და ეგენი რო იყვნენ რომ ახ შვილო სადა ეხა სხვანაირად უყურებ მაგრამ მაშინ სხვანაირად უყურებდი რომ აი ძალიან ეხა ფორმაში უყურებ ხო ეხა სხვანაირად მესმის რომ რაღაცებს ვითვალისწინებ მაგრამ მაშინ მეჩვენებოდა რომ ხელოვნურია და აი ბევრი რამე მაგაზე ბევრი იმას უთქვავს სხვათა შორის უცხოეთიდან ჩამოსული გადამღები ჯგუფებს აღონიშნავთ რომ საქართველოში აი თეატრის მსახიობები ეპრობლემებათ იმიტომ რომ ზედმეტ საკეთებენო რა და ამიტომ უფრო ისეთ ტიპებს ეძებენ ხოლმე მაგრამ აი ანისაც ვკითხე შენ ახლა მსახიობიც ხარ ხო თქვა ტელეწამყვანიც ხარ მღერი კიდევაც და ასე შემდეგ და ნუ ცეკვაშიც გიცდია თავი შენთვის ყველაზე მეტად აი რომელში ხარ რომელ სფეროში ხარ ან რომელ პროფესიაში ხარ ყველაზე უფრო როგორ გითხრა აი სასიამოვნო მე ვფიქრობ ილო ყველა ადამიანი შემოქმედი ტიპები რა მგონია რომ ყველა სფერო ერთი და იგივეს ემსახურება აბსოლუტურად რა უბრალოდ თავარია შენ რა ტიპი ხარ ვაფშე რა გაქვს სათქმელი ან რა გაწუხებს რა ან რა არის შენი პრობლემა ამ პირიქით რა გაბედნიერებს და რა გახარებს და მე ეს რაც ხარ ანუ ყველა სფეროში ეგ ტიპი ხარ რეალურად რა მგონია რა იმიტომ რომ გამოხატავ მე ანუ ხატვით გამოხატავ სიმღერით გამოხატავ თეატრიდან იტყვი თუ შენს YouTube გადაცემაში იტყვი რაღაცას ანუ შემოქმედი ტიპი ხარ რა შენ ხა აი რაღაცნაირად აი ვინც გიყურებს მეც გიყურებ ხოლმე ხანახო და ხანშორიდან ხო ანუ რა ტიპიც ხარ ანუ მაგ ტიპს ყოველთვის გამოხატავ ხოლმე მაგ ემოციას და ჩემთვისაც ანუ ეს არის რაღაცა სხვადასხვა გზები რაღაცა პლატფორმა თუ რაც არის საიდანაც შეიძლება რომ ჩემი ემოცია გავაზიარო წერა სანამ YouTube გადაცემა ანუ ამ გადაცემის ჩაწერას დავიწყდით ანუ კითხვა დამისვა აქ ტიპმა ისო რა ქვია რისი გეშინიაო ყველაზე მეტადო და მე ყველაზე მეტად მეშინია რომ გავდივარ ხოლმე სცენაზე მაყურებელი რეალურად იქნება შენთან მოყვება, წამოყვება თუ არ წამოყვება თუ კონტაქტია ხო რეალურად, ანუ რეალურად ცოცხალი პროცესია.
შენთან ერთად იქნება თუ არ იქნება, მაგის მეშინია ყველაზე მეტად. იქნება ის ტიპები ვაფშე სხვა სოფხედულობით არიან რა და მე რო გავიდი აქედან რაღაცეები უთხრა, აბსოლუტურად ჩემთან ვიყო რა და სიმარტოვის მეშინია რეალურად ყველაზე მეტად რა მაგ სფეროშიც. მუსიკასაც როცა ვაკეთებ, რეალურად იგამბავი არის მანდაც რა. შენს კითხვას კი გავეკეცი, მაგრამ რეალურად ანუ მართლა ყველა ერთნაირად არის ჩემთვის. უფრო თეატრი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უფრო რეალიზებულად გრძნობ თავს. ეხა კი შეიძლება ჩემს სიმღერებს ძალიან ანუ კონდეს რაღაც ნახვები და მიხაროდეს რა, ტიპი რომ შემხვდება, რომ აი შენ სიმღერას უსმენ და რაღაცა, მაგრამ ეს უკვე რაღაცა გასული პროცესია, იმიტომ რომ მე რაღაცა ვიმღერი ადრე, დღეს შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ იმასთან ლინკი იყოს და მეუბნებოდეს, რომ აი გუშინ უსმენდი საღამოს და რა თქმა უნდა ეს ძალიან მაგარია, მაგრამ live კონცერტზე აბსოლუტურად სხვა შეგრძნება არის, იმიტომ რომ იქვე ერთად რაღაცა ვიბძვით რა, ანუ ან სიყვარულს უზიარებთ ერთმანეთს, ან პირიქით რაღაცაზე ერთად ვიბძვით და გონია რომ ეგ თეატრიც ეგ ტიპი არის, რომ რაღაცნაირად იქვე ცოცხალი პროცესი, იმიტომ რომ აი ყველაფერს ხო აქვს თავისი რა ქვია თავის დანიშნულება. აი თეატრში ვეძახით ხოლმე მაგას ზეამოცანას გმირის, რომ აი აქედან წამოხვიდე და აქ მიხვიდე, რომ მე მაყურებელმა ეს დაინახოს, ან ეს განიცადოს. და შეიძლება ისეთ განწყობაზე მივიდეთ სცენაზე, ხე რეჟისორები თუ გიყურება შეიძლება ცუდი რაღაცა თქვა, მაგრამ აბსოლუტურად სპექტაკლის თავარი სათქმელი, თავარი მესიჯ ბოქსიც კი შეიძლება შეიცვალოს რა. რეალურად ტექსტი შეიძლება არ შეიცვალოს, არც ბიზნესერა შეიცვალოს, მაგრამ ჩემი დამოკიდებულებით როგორც ვიწყვი ამ სიტყვას, რეალურად შეიძლება სხვა რაღაცას დააფიქრო რა ტიპი რა. ხო და ძალიან დიდი ძალა აქვს მაგას რა და გონია რომ მაგარი პროფესია. მაგრამ აი სანამ თეატრს კარგად განვარცხოთ, რა ხან შევადარეთ ერთმანეთს, აი მაგალითად ხარ სცენაზე და მღერი ხო? და ხარ სპექტაკლზე, იქაც სცენაზე მაყურებელთან ურთიერთობის და ქიმიის დინამიკა განსხვავდება ერთმანეთისგან, თქო, შენთვის რომლის დროს უფრო გზნობ მაყურებელთან კონტაქტს? კი, ჩემთვის ყველაზე მეტად განსხვავდება ის, რომ როცა ვმღერი ხოლმე, ყოველთვის რატომღაც როგორი ამბავია, იცი? მაინც კი ბენჩი ხარ მთელი ტიპები არიან რომლებიც რაღაცა შენთან ერთად იბრძვიან რაღაცაში, მაგრამ მაინც ცოტა ის ფრონტმენი ხო ქვია ამ ტიპს რა, მაინც შეხარ რა, უნდა წაიყვანო პონტი ეხა, რა თქმა უნდა ეგ გიტარისტმა თუ რაღაც არ ჩაგიტარა და დრამერმა და კლავიშმა ვერ, მაგრამ მაინც ბევრი რამე შენზეა დამოკიდებული. და თეატრში სხვანაირად არის. თეატრში ბევრად ჯგუფური საქმე არის. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი განსხვავება ჩემთვის რა, იმიტომ რომ იქ ერთი იდეა თუ არა გვაქვს ტიპებს, შანსი არ არის რომ სპექტაკლის თავარი სათქმელი ვთქვათ რა. და სცენაზე მაინც უფრო ლიდერული ამბები არის რა და უფრო ისეთი პროცესია. თან კიდე ერთი განსხვავება ის არის რომ თეატრში ბევრი რაღაცის ის შეგიძლია გადათამაშება, როგორც ჭადრაკის თამაში არის, რომ ჯერ უკან დაიხიო მაყურებელი რაღაცა ჩავიდეს ქვევით და ნახოს რომ აუ რა ცუდ დღეში ვართ, ეს რა ცუდია ჩემშიც თუ დავინახე ერთვისება და უცებ ბოლოს გააბედნიერო. და კონცერტზე რაღაცა ცოტა მგონია რომ უფრო მეტად შოუს ელემენტებია და უფრო მეტად დადებით განწყობა, თუმცა რა თქმა უნდა ეხლა კონცერტსაც გააჩნია და შემსრულებელსაც არტისტსაც გააჩნია, რას ლაპარაკობ, ტიპები არიან, რომელიც ალქიმიაა ჩადებული და იმავე ვერ ჩაწუდები იმ 5 წუთია მუსიკაში, სად ჩადის და სად დადის და რა ხდება რა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული გამოხატვაზე რა და რა გაწუხებს და რა პრობლემა არის. ნახე, ახლა ის უკვე მე რამდენად ვახსენებ, მაგრამ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისიც სახიობია, ისიც თეატრში იყო და ანუ კარგად იცის და მასთან რომ აქ ხოლმე საუბრები სახშის და აქაც რაღაც დონეზე გავშალეთ თემა და მას ცოტა შეეცვალა ამ სფეროსთან მიმართებაში დამოკიდებულებები რა. ანუ აი მაგალითად ის თulis რომ თუ იქამდე მიაჩნდა რომ პირველადი ამოცანა, ასე ვთქვათ, სახიობისთვის იყო ის რომ მოსულ აუდიტორიაში გამოეწვია რაღაცას დაეფიქრებინა, ანუ კეთილშობილი მიზნები ამოძრავებს პირველში თეატრს. მე რაღაცნაირად თვლიდა რომ სახიობებს პირველადი მამოძრავებელი ეგ კი არ არისო, არამედ არისო ეგო. რომ შენ როგორც ტიპმა ეგო დაიკმაყოფილო იმით რომ გაღიარეს, ანუ შენი თავარი მიზანი, ნუ გასაგებია ხა პუბლიკა როცა ეგ გამოძრავებს, მაგრამ საუბრობს იმაზე რომ უფრო მეტი ეგ არის, რომ შენ თავს რაღაც დაუმტკიცო, შენ თავში მომხდარი რაღაცით ვიღაცა ატირე, ანუ ვიღაც გააცინე, რაც თული თემაა, ხო? და გიხარი ეგ რომ შენ ეგ შეძელი. მაგრამ არა ის რომ რაღაცა თქვათ მხოლოდ სხვაზე ორიენტირებულია და მე იმიტომ ვარ აქ რომ რაღაცა ადამიანებში ეს შევიტანო და მათზე ვიზრუნო, ანუ პირველ რიგში ეგ არ არისო, ანუ შეიძლება ეგეც არისო ვიღაცებთან, მაგრამ თავარი მაინც სხვა რამეა. აუ ძალიან სწორი აქცენტი არის ლო რა. ნახე, მან ჩემი აზრით
დანის წვერზე არის გასავლელი რა. იმიტომ რომ ყველამ ვაღიაროთ ეხა მე არტისტი არ მეგულება რომ ტაში არ ევასებოდეს და არ უყვარდეს რა. ანუ ხო ქუჩაში რომ გადიხარ ტიპი რომ შემოგხედავს და ვა შენი ხო გიხარია უეჭველი მეც აი პატარა ბავშვით მიხარია ეგ არის მაგრამ ეგ არ უნდა გადაგვივიდეს ჩემი აზრით ნარცისიზმში და საკუთარი თავის ტკბობაში რა რეალურად ჩვენი მისია შეიძლება ესე ჟღერდეს მაგრამ ყველა ტიპს ხო გვაქვს ჩვენი მისია რა ეგ ხო არ არის რომ რაღაცა ადამიანებზე გავლენას ახდენ რაღაცა პასუხისგებლობებიც უნდა იგრძნო და რა თქმა უნდა ეგოისტური პროფესია არის და ანის მე მაგამ ბავში უეჭველი ვეთახმები. მაგრამ ამას რაღაცნაირად მართვა უნდა შეიძლებოდეს. ეგოისტობა ძალიან ცუდი რაღაცა არის. რეალურად ანუ დამოკიდებულებასავით არის რა. ანუ რაღაც როცა დღეს მე ეგეთი ტიპები რომელიც მაგას ძალიან აყვება, იმაში გადადის რომ აი ხვალ რო შეიძლება რომ იმდენი ლაიკი არ კონდეს, რამდენი ლაიკიც გუშინ წინ კონდა, შეიძლება ამის გამო ცხოვრება დაენგრეს. და რეალურად მე თავის ოჯახზე და თავის ყველაფერ თავი გაინადგუროს შეიძლება მაგის გამო. და მე აი მაგაში არ უნდა გადავიდეთ, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი რაღაცნაირად შეიძლება ძალიან ცუდ პათეტიურად ვამბობდე უბრალოდ, მაგრამ ჯერ აღმართია, მე დაღმართია, ისევ აღმართი მოვა, ხო? უეჭველია გამბავი. შესაბამისად არა, ეგრეა რაღაც უნდა გავაკეთოთ რა ყველა ვარიანტში, მაგრამ აი დანის წვერზე უნდა ვიაროთ რაღაც პონჩი, რომ ეგ ბალანსი დავიცვათ, თორე მე ყველაზე მეტად არ მიყვარს რაღაცნაირად არათავმდაბალი ადამიანები პროფესიაში ხა ზოგადად ტიპი რა პროფესიაში რა იმიტომ რომ ყოველთვის ძიებაში უნდა ვიყოთ რა რაღაცეებში რა მარტო შემოქმედებაში არა ეგრე რა კაი ბიზნესმენი რო იყო რა просто მე ერთმანეთს ტიპი ცუდი ტიპები რაღაცნაირად ერთმანეთს ეჯიბრებიან რომ აუ შენ ძმა ეს კაკ და მე ეს მაგ და რაღაცები და იგივე არის რა აქაც რა ой კიდე თავისი ცოტა ჯუნგლების კანონი არის რა იმ ბიზნესში თუ ჰაი ლეველის ბიზნესზე საუბრობთ კი არის კაი მაგალითებიც არის მაგრამ ცოტა ისეთი მაგალითებიც ეხლა უყურე რაღაც სერიალს ვისაც არ გქონთ ნახე Succession ნახეთ ძალიან კარგი რამე არის ანუ რაღაცა დიდ მედია მაგნატზია საუბარი რომ რა ტიპი იყო როგორ ცხოვრობდა მის ოჯახური ბიზნესი იყო მოკლედ საინტერესოა მაგრამ ეხლა ნახე რაც შეეხება მსახიობის ამბავს და რაზეც საუბრობდით ეგოზე ანი არის ძალიან მაქსიმალისტი და მე მხოლოდ ანიზე არ მინდა თქვა, ანუ სხვა ადამიანებიც არიან, ვინც ესე უყურებენ, რომ იმდენად მაქსიმალისტია, რომ მისთვის, როცა მისი პედაგოგი ეტყოდა, რომ იცი რა არის, შვილო, თუ აქ მოდიხართ, კარგად დაფიქრდით, იმიტომ რომ რეალურად თქვენ ფული არ გექნებათ, დაფასება ისეთი, როგორიც მართლა გეკუთვნით არ გექნებათ და ნუ ჩათვალე, რომ აი რაღაცა სამურაისავით ხარ რა, ანუ ემსახურები რაღაცა სფეროს და ადამიანებს და ასე შემდეგ. და ალბათ ეგ რომ მიიღო თავიდან და მისთვის ეს რო ყველაფერი გახდა ამდენად მნიშვნელოვანი, მე ძალიან უჭირს ის, რომ ანუ ან იმას ამს რომ მარტო ხელად დედა რომელიც ყოველდღიურად გადის 1000 გამოწვევას 1000 ტანჯვას და რაღაცას ის სახიობი მაინც ისე იმაზე მეტი რა უნდა დამანახოს რასაც მე ვხედავ ხო ანუ იმაზე ნაღდი რაღა უნდა იყოს ნათამაშები და იმ ნათამაშებს ისე ვეღარ ვიღებ იმიტომ რომ ის არ არის რაც არის იმ ტკივილზე არ არის დაფუძნებული და ესეთ რამეს ამს რომ აი მაგალითად ტიპი რა რომელიც გამოდის და რაღაც პირობითად ჩეხოვს თამაშობს ან რაღაც კამელეონს ან რაღაცას და იქიდან გიკითხავს ამას კი როგორც პერსონაჟი მაგრამ იქიდან ასე თქვა ამაზე გელაპარაკება და თითქოს მიზანი არის რომ სხვაში ეს კეთილშობილება წინ წამოწიო ან დააფიქრო ან გაანალიზებინო ასე თქვა მერე მიდის და ისეთ რაღაცებს ამბობს და აკეთებს რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის ემაკ ყველაფერთან რა და მისთვის კიდე კი როლია შენ შეიძლება ვითამაშო ცუდი როლი ანუ ცუდი ტიპაჟი ასე თქვა ნეგატიური ტიპი მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცხოვრებაში ეგეთი უნდა იყოს ამიტომ კარგსაც რო ითამაშებ ხო ეგეც არ ნიშნავს იმას რომ ცხოვრებაში კარგი უნდა იყოს მაგრამ თითქოს გაუტრუხდა საქართველოში ამ სახეობების რაღაც ნაწილისგან უჭირს მიიღოს რაღაცა ფასეულობების სცენი და როცა იცის რომ რეალურ ცხოვრებაში რასაც თუ ჩაოლებრივ ცხოვრებაში ფარსი ხარ აი ეგ თემა ანუ ეგ ეხა გი ჰამლეტი გითამაშია და გი ბუჩკის როლი გითამაშია ან ფარსი ხარ იქაც რა იტყუები ეგ მაგას სხვადასხვა ბავშვები ხვდებიან ყველაზე მეტად და ზღაპრებში ხვდებიან ხოლმე მაგას რომ დაკვირვებული ვარ ხოლმე როცა რაღაცას აი ისე აკეთებ რომ და სარკესთან გაქვს ნამუშევარი ან რაღაც აი ხო ხდება შეფუთო მაგას ხვდებიან ხოლმე რა ბავშვები ყველაზე მეტად მაგრამ მაყურებელიც ჩვეულებრივად ხვდება მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი რომელიც ცხოვრებაში არის ალთას და იქ სპექტაკლში იქნება ბალთას რა ყველგან ერთი და იგივე ტიპი ხარ რეალურად ეხა რა თქმა უნდა როცა რაღაცნაირად ეხა ბოლო პერიოდებში თეატრის ამბები გეცოდინება, შემოქმედების ამბები იცი და იცი რაც ხდება ქვეყანაში, როგორი რაღაცნაირად კრიზისული სიტუაცია მსოფლიოში და ყველაფერი, ანუ
ტიპები, რომელიც ანუ ჩვეულებრივ ცხოვრებაში რაღაცნაირად ვითომ არაფერი არ ხდება და მე სცენიდან მიდიხარ და რაღაცა ცდილობ რომ ბედნიერება შეინარჩუნო, ეს ხო ესეთი ღიმილია რა, იქნება ფიზიკურად. ანუ ადამიანები ვართ პირველ რიგში, რომლებიც ცხოვრობთ ამ სამყაროში, რომლებიც ჩვეულებრივად რავი სუნთქავთ და ამ ადამიანებს ჭირდებათ რაღაცნაირად სულიერი საზრდო რა და თეატრიც რეალურად და შემოქმედებაც მაგის დანიშნულებაა, გაგრძელებაა რა ფაქტობრივად, ანუ როგორც რაღაცნაირად თორე ის რომ რაღაცნაირად ცხოვრებაში მართლები ვიყოთ, ეგ ამბავი არის უბრალოდ ის რომ თეატრის როლი მაშინ აი იმ სოფხედულობით ხე შეიძლება ძიძახი მაშინ რეალურად თეატრის როლიც არ არის მაგრამ ეგრე ვაფშე არც ერთი პროფესიის როლიც აღარ უნდა იყოს რეალურად მაშინ ტიპები უნდა იყვნენ რომლებიც რაღაცაზე დაგაფიქრებენ ტიპები უნდა იყვნენ რომლებიც შეგიკერავენ ფეხსაცმელს რომელიც რა ვიცი ფსიქოლოგები იქნებიან ექიმები იქნებიან ზუსტად ანალოგიური ამბავია როგორც რაღაც აღტკივდება და ექიმთან მივდივართ რომ რაღაცა კუჭზე ვიმკურნალოთ მაგალითად ისე მივდივართ ალბათ თეატრში ამ ფილმს ვუყურებთ რომ რაღაც ის სულიერი ტრამვა მოვიშუშოთ რა. დაგვაფიქროს, დაგველაპარაკოს. უბრალოდ მართალი უნდა იყოს ეგ ამბავი და არ უნდა იყოს ფარსი რა, რომელიც არის ხშირად. კი და ეგ იგზნობა ხოლმე რა. მხოლოდ ქართულის პერიოდი გავიხსენოთ. მხოლოდ ქართულში ერთი სოფო მახსოვს ბათილაშვილი პირველ სეზონში, როდესაც ეს იყო ფილარმონიაში იყო. ხო? მეორე იყო პირველი რუსთაველის თეატრში იყო და მეორე ფილარმონიაში. შენ იყავი პირველში ხო ეს? არა, მეორეში. შენ მეორეში იყავი ფილარმონიაში. კი. ხო, ესე იგი პირიქით მახსოვს მე. ხო და ერთი მახსოვს რომ აი მაშინ რაღაცნაირად სოფო ბათილაშვილი ხო შენ იმაში იყო? არა. სოფომ წინა სეზონი მოიგო. კოსტას პონჩი დადიოდა კარანაძის გამო და მაგიტო ამერია იმიტომ. ხო, მე მოდიოდა ხოლმე, კი. ხო და ანუ ერთი ეგ მახსოვს რომ მოვიდა სოფო ძალიან ისეთი რაღაცა ესე იყო ძალიან საყვარლად პატარა იყო მაშინ 17-18 იყო და რაღაცა შემოგწიცინებდა მე და გრიგოლიას და ამხნევებდით შეგილია რაღაცეები რა. მეორე მახსოვს შენ რომ იკაგიცანი ანუ რეალურად ანიკი უკვე გიცნობდა მაგრამ მე არ მქონია შემდეგ მანამდე ისეთი აქტიური შეხება და ასე შემდეგ. ხო და დაიწყო ყველაფერი რეალურად მაგითი ხო? ანუ შენი პირველი გამოცდილება სიმღერასთან დაკავშირებული ესე რომ გაგეტანა ფართოდ ხალხში და რამე ეგ იყო თუ არ ვწდები პირველი როცა გაიტანე. როგორი იყო შენი მთელი ასე ვთქვათ გატარებული დრო მხოლოდ ქართულში და რა შტაბეჭდილებები დაგჭირდა და როგორ უყურებ მაგ პროექტს აი? მე მგონია დღევანდელი გადმოსახედიდან რაღაცნაირად ახლა ძალიან გულწრფელად რო თქვა პროექტი როგორ გითხრა, დიდად არ მიყვარს რა პროექტები რა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ქართული ძალიან მაგარი პროექტი იყო, იმიტომ რომ ქართულ სიმღერას ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა და ზოგადად რაღაცა მგონია, რომ რაღაც ეროვნული პროექტი იყო. რავი, გაასწორა მაგრად, იმიტომ რომ მე ქართული სიმღერა კიდე თავიდან შევიყვარე და ძალიან ბევრმა ადამიანმა. მაგრამ ზოგადად პროექტის როლი, რავი, აი ცოტა სიმღერაში ერთმანეთს უნდა შეეჯიბრო რაღაცა ეგ ამბავი არ მომწონს. ან რაღაც აი შემოქმედება როგორ შეიძლება რომ რაღაცა მხატვარი სპორტია ხო აი სპორტში რო გადადის უკვე არ მომწონს სიმართლე რო დღევანდელი ამბით მაგრამ რა თქმა უნდა აქ არის ვოკალური შესაძლებლობები რაღაცები მთელი ამბავი და ამის სპორტივით აქვს გადაქცეული ნუ სოფლიოში და იგივე რაღაც საქართველოს პირადად ჩემთვის ეს პროექტი იყო დიდი ასპარეზი იმიტომ რომ მანამდე 5 წელი მუშაობდი თეატრში და სიმართლე რო გითხრა თეატრში როგორი რაღაცა აიცი ძალიან ინტიმური ამბავი არის უფრო ორეს კაცი მოდის სპექტაკლზე და ამ ადამიანებს გაუზიარებს შენს ემოციას რაღაც, მაგრამ ტელევიზია და პროექტი, მით უმეტეს კონკურსი, ეს არის ძალიან დიდი ასპარეზი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და გაძლევს, რავი, ძალიან დიდ სიყვარულს რა, იმიტომ რომ ეგ იყო, ჯერ ძალიან მეშინოდა რა, მე ძალიან შიშარა ტიპი ვარ. რაღაცა სიახლეები კი მიყვარს თქო წერა ვლაპარაკობდი, მაგრამ რეალურად მეშინია ხოლმე რაღაცების ნაბიჯების გადადგმა. ეგ იყო სხვათა შორის დიდი დამსახურება ჩემი სალომესი. ხოლო შორის ჩვენ ძალიან გვანად გავართ ერთმანეთს. ბევრი რამით, მაგრამ განსაკუთრებით ცოლებში. კი. ძალიან გვანან ჩვენი ცოლები ერთმანეთს, მათიას რომ. მოტორია, ხო, მამოძრავებელი, ანუ ისენთები არის. მაგრამ აბალანსებს ანი და შენს ძალიან. ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს. როცა მეორე ნახევარი რაღაცა გვერდში მოყვება ისე რომ სწორ გადაწყვეტ, იმიტომ რომ მე ძალიან გაფანტული ტიპი ვარ, ხანდახან ინტუიტივად მიყვები ხოლმე რაღაცებს და აი კონკრეტიკა მინდა ხოლმე. ხო და მაგაზე იყო ლაპარაკი, რომ მიიღეო რა მონაწილეობაო რა, მეგობრები, რომლებიც ძალიან ახლო საყვარელი ხალხი ჩემი, მიდიოდაო და მეთქი დაო და ძალიან მეშინოდა რეალურად.
გავედი იქაც ეხლა რო გითხრა გადასარევად მიღერი რაღაცები არა, მაგრამ დიდი გამოცდილება იყო. ხალხის სიყვარული იყო უფრო მეტი, ვიდრე თეატრში იყო და მაგან კიდე ბევრი რაღაცა შემიცვალა, იმიტომ რომ რეალურად მაგის მერე შევქმენი ბენდი, მაგის მერე გამოჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო პროექტი და კონცერტი. საქართველოშიც ბევრი წარმატებული პროექტი და რაღაცნაირად მასშტაბი გაზარდა რა ყველაფერმა, რომელმაც გაასწორა რა. საერთოდ ბევრი ადამიანს მისცა ძალიან ასპარეზი, იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდი რესურსი უნდა რომ რაღაცეები შენით გააკეთო. რა თქმა უნდა, ეხლა ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სახში რაღაც ჩაწეროს, ან სტუდიაში რაღაცა უცებ მიაწეროს და მე ეგ ამბავი თუ მართლა გასაჰიტებელია, ან ადამიანებთან თუ რაღაც დაამყარე, შეიძლება მართლა დიდი ასპარეზი ქონდეს და ძალიან ბევრი შესაძლებობაა, მაგრამ იმ შემთხვევაში ეგ იყო რა, ჩემი ასპარეზი. და შენ ქონდა ეჭვი რომ რახან თქვი რომ უბრალოდ დიდად, უფრო მეტად სალომეს დამსახურება იყო იმ ხრივ რომ შეგაგულიანა, მიდი უნდა ცადო, ჯობია ცადო, ვიდრე არ ცადო და ასე შემდეგ. ანუ მაგ დროს როცა მიხვედი პროექტში, ქონდა იმისი ეჭვი რომ თქვა დღეს რაღაც შენ ნამღერს, არა როგორც მსახიობს, არამედ როგორც მომღერალს გექნებოდა, თქვა 7 მილიონი ნახვა, 3 მილიონი ნახევარი ნახვა, 4 მილიონი ნახვა და ასე შემდეგ. სანამ დაიწყებოდა პოდკასტი, მაგებს ნახულობდი და მაგას გეუბნებოდი რა, რომ რაღაც ჩაუყევი რაღაცებს და აუ არა, ვერ წარმომედგინა. მაშინ ვერ წარმოგედგინა. მე მეგონა რომ რაღაცა ესე წავიდო და არ ვიცი. იცი რა არის? ვერც ვაკვირდები ხომ. უბრალოდ აი ხალხისგან სუიგზნობა ხოლმე რა. თუ რაღაცა ვიდეო ჩაიწერა და აქ ნახვები ანუ სოციალურ ქსელში დიდად აი YouTube-ზე, მე ძირითადად Instagram-ზე, Facebook-ზე რაღაცა ისეთ ვადევნებ ხოლმე თვალყურს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არის რაღაც მარკეტინგული რაღაცეები, რაღაც ხანდახან ვიდეოის რეკლამებია ხანდახან რაღაც და ამ ამბავში ვარ ჩართული, მაგრამ YouTube-ზე ვერა ვარ ჩართული, იმიტომ რომ ანუ ვერც ვერ ყვევი ამ ამბავში და ხანდახან ვდებდი ხოლმე ვიდეოებს, ანუ ვატვირთინებდი სხვა, მე ეხლა ჩემით დავიწყე ხოლმე ატვირთვა და ყველაზე მეტად იგზნობა, როცა რაღაცას დიდი ნახვა აქვს, ხალხი თუ შემხვდება გზაში და რაღაცა ჩემი სიმღერა წაიმღერა, აკრაგა, ესე იგი ქონდა ნახვები. და რეალურად რო უსმენს ხალხი, მაგრა და მიხარია რა, იმიტომ რომ რაღაცაზე იშრო მეიწვალე რაღაცა და ტიპი რო სახში გაუსწორდება თავისთვის, მაგას დიდი სიამოვნება რა არის. კი, მხოლოდ ქართულზე მეც ვიტყვი, სანამ გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო იმ კუთხით, რომ ქართული სიმღერები, ხა მანამდე X Factor-იდან ნიჭიერი და ასე შემდეგ, ნუ იქაც ნიჭიერშიც ყოფილა და X Factor-შიც ქართული სიმღერები, მაგრამ აი აქ რომ მხოლოდ ქართული იყო და ინოლა გურგულიას სიმღერა, რომელიც მე ძალიან გაჰიტდა, რომელსაც სოფო ბათილაშვილი მღეროდა, ანუ მე თვითონ ის ფაქტი მსიამოვნებდა, რომ მანქანები რო ჩაივლიდნენ და აიდარ არის გიხდება ქართული იყო, რომელიც ბევრმა არ იცოდა, რომ საერთოდ ეგ სიმღერა არსებობდა, არც ეგ არც დიპლიპიტო და ასე შემდეგ. უცებ გაიჩიტა პონტი, რომ სოფო ბათილაშვილის სიმღერას ვიღაცა თან DJ-იმ გაარემიქსა და ელექტრონული მუსიკის პონჩი ვისმენთ, სადაც გაერთიანა თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები და ასე ვთქვათ, რაღაც თანამედროვე პონტი შეერთდა იმ ძველ რეტროსთან და ის რომ საქართველოში გიყვარს შენი წარსულში შექმნილი რაღაცა რეტრო სიმღერა, ძალიან კარგი ამის პოპულარიზება. აბარა. თან ილო ერთსაც ვიტყვი, ანუ ვაღიაროთ რა, რაღაცნაირად ისე ვიყავით სანამ ეს პროექტი იქნებოდა, რომ აუ მაინც და მაინც ეხლა თუ ჯას არ მოусმინე, ისე რაღაცა კაი ტიპი ვერ ახარ, ეგ მენტალობა გქონდა რა და უცებ ბრახ და თურმე არა, შეიძლება კაი ტიპი იყო და უსმენდე მართლა ინოლა გურგულიას ან ჩაკორულოს ან რაღაც ეგეთ სიმღერას. კი, ცალსახად. სალომეზე მინდა კითხვა, თქვენ მოდიხართ დიეგო მარადონაზე იყო, აი კლასელი შეუყვარდაო რა და რაღაცა მე-7 კლასში ერთმანეთი შეუყვარდა და იქიდან ერთად მოდიან და რაღაცა. შენ ძალიან ისეთი love story გაქვს რა. ყავს მეუღლე სალომე, რომელსაც მოვიკითხავ. საოცარი გოგო ხარ და ნენე, რომელიც ასევე საოცარი შვილია, ანუ აი რაღაც ანგელოზი არის ბავშვი. ხო და რამდენი ხანია, საერთოდ მე მინდა რომ ანის მოყოლილი აქვს და მე მგონი ჩვენც გვისაუბრია, მაგრამ რომელი კლასიდან დაიწყო თქვენი love story და რამდენი ხანია უკვე რაც გრძელდება? სულილო. აი რა ვიცი, ჩემი ცხოვრება არ მახსენდება მე სალომეს გარეშე, იმიტომ რომ ერთად გავიზარდე. რომელი კლასიდან მოდიხართ? კაცო, მე-8 კლასში ვიყავით, მე მგონი, თუ მე-9 კლასში ვიყავით და ესე რაღაცა გაიჩნდა სალომე, შემოაღო ეს კარი და მოდიო, ეხაო, რაღაცა ხელოვნების რაღაცა კეთდა მათემატიკაზე ვზივარ, ვერ ვიტანდი ვერასდროს მათემატიკას და ხელოვნ რაღაცა უკეთდებაო, საღამოო თუ რაღაცაო და გიორგი ცხადაძე თუ შეიძლებაო მასწავლებელო რაღაცას უთხრა და ну ესე სალომე ეხაც სლამაზია, მაგრამ მაშინაც რაღაცნაირად გამოიყურებოდა და ეს ბიჭებმა
ჩაცხადო და რაღაც ესეთი გიორგი გაყავს ახლა იმიდან გაკვეთილიდან თუ რაღაც და მაშინ რომ გამიყვანა რა რეალურად იმიტომ რომ მოიხიბლე ძალიან მე ძალიან ბევრი ლინკი იყო იმიტომ რომ სკოლაში სულ ერთად ვიღებდით ხოლმე რაღაც ეს შემოქმედებითო როგორ არის საღამოებზე სახელოვნებო რაღაც საღამოებზე მონაწილეობას ნინო ალექსიძეს მოვიკითხავ აქედან უსაყვარლესი მასწავლებელი და უსაყვარლესი ადამიანი და აი მის დამსახურებით რაღაცა ესეთ ლექსებს ვამბობდით ერთად ხან მე უმღეროდი ხან რაღაცა ეგეთი ამბები იყო მე დავიშალეთ რეალურად იმიტომ რომ მან ჟურნალისტიკაზე ჩააბარა მე თეატრალურში ჩავაბარე და სკოლის მერე პერიოდში ხო სკოლის მერე პერიოდში სკოლაშიც აი როგორ თქვა რომ აი შეყვარებულები ვიყავით ეგრევე არა მაგრამ აი ძალიან მომწონდა და ძალიან რაღაცნაირად ისევ სულ დამოკიდებულება გქონდა ხოლმე თვითონ როგორც მეგობარი რაღაც ეგ პონტი იყო და მიყვარხარ როგორც მეგობარი რაღაცა და მე არ ვსარვებლებოდი მიყვარხარ როგორც მეგობარი ხო და მე თეატრალურში მისთვისაც ძალიან საინტერესო სფერო არის და სულ აინტერესებდა ხოლმე რა ხდებოდა როგორ ვიყავი რაღაც რაები ვკითხულობდით ხოლმე ერთმანეთს ხანდახან ჩემს სპექტაკლებზე მომყავდა ხოლმე რეპეტიციებზე იქ იყო რაღაცეები და მაშინა კიდე რაღაცა მაშინაც იცი რა არის ყველაზე მთავარია რომ რაღაცნაირად აი ერთმანეთს ძალიან გვერდში უდგავართ მთელი ცხოვრებაა და სულ ვაგულიანებთ რომ მიდი ეს გააკეთე ან რაღაც არა კაია რომ ეს გააკეთე ან ეს არ გამოგივიდა რაღაცა და რაღაცა ყველაზე ახლო მეგობრები ვართ რა და პარტნიორები ვართ და თან ეს ძალიან ჯანსაღია, იმიტომ რომ არ არსებობს ახლა წყვილი რომ პრობლემები არ ქონდეს და რაღაცა ჩაგდებები არ იყოს და რაღაცეებში ყველაფერი იდეალური იყოს. ხო, ღმერთი არა ვარ თან, ყველა ვარიანტი რაღაც ამბებია, მაგრამ რეალურად თავი არის რომ ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს და მიზანი ერთი გვაქვს. როგორც мама მინდა გითხა, რამდენი წელი იყავი ნენე როგორ ჩდა? აუ კი არ მახსოვს. ესე იგი იყო, ეხლა ვარ 32-ის, იყო 20-20-ში გაჩნდა. ხო, დაახლოებით 27-ის გამოვიდა თუ რაღაცა. მეც პირველი შვილი 27-ის ვიყავი რომ გამიჩნდა. და ეხლა რო უყურებ ანკეტა გადმოსახედიდან თვლი რომ ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი. ანუ ეხლა უკვე მეტი გამოცდილება მქონდა 53 წლის ვარ უკვე მეოთხე შვილი. აუ ისე რა მაგარია რა, რომ ახალგაზრდა მამა ყავხარ. ხო, კი, ეხლა ჩემზე უფრო ისინიც გააჩნია ვისთვის ეხლა სესისთვის მაგალითად 53 წლის მამა ვარ, თვითონ 15 წლის არის, მაგრამ ჯერისთვის და ბებესთვის უკვე რაღაცა თვითონ რო გახდებიან 16 წლისები, მე კი ვიქნები. არა, ხო, მაგრამ 55-ის, მაგრამ ტიპი ვარ ეგეთი. ტიპი ხარ ეგეთი, ხო? ახალგაზრდა ხარ. ეხლა აი დღესაც რო შეგეძინოს შვილი, ანუ ეხლაც მგონია რომ ეგეთი აზროვნები ძალიან მაგარია რა რაღაცა. კი, მათნაირი ხვდები და აი ისე არ მაქრო, აი ეგ ძალიან კაია. უსტორდებოდ რა მაგათა. შენში რა შეიცვალა რომ სანამ მშობელი გახდებოდი და როცა მშობელი გახდი, აი ხა რო გადახედო აქედან თავარი რა მე სულ ამბობ ხოლმე რა რაღაცა რომ ჩემი ცხოვრება იყო ნენემდე თქო და ნენეს მე არის ხა ვაფშე ახალი ცხოვრება. რავი, რამდენ რაღაცას გაფასებინებს, ანუ რეალურად პასუხისგებლობაა ძალიან დიდი, მაგრამ ამ ეს სასიამოვნო პასუხისგებლობაა. რაღაც შენ ცხოვრებას თითქოს შენ რაც ვერ დაიკმაყოფილე შენს ბავშვობაში თუ შენ რაც ვერ განახორციელე შენს თავში რაღაცა იქ ეძებ რაღაცეებს და ეგ გაბედნიერებს რაღაცნაირად. განა ის რომ თვითონ არის ამომავალი წერტილი შენ რა თქმა უნდა ეს სანამ მამა ვერ გახდები ვერავის ვერ აუხსნე რა შეგრძნება რას ნიშნავს მამობა რა ამას წინათ ჩემ მეგობარი მანქანაზე ცოტა სწრაფად ატარებდა მანქანას და რაღაც შემეშინდა რა, ანუ ადრე არ მეშინოდა ხოლმე, ანუ მეთქი ბიჭო გიჟი ხო არა ხა გაანილე მეთქი, ანუ და უცებ ანუ იქ ფიქრები გამიჩნდა, უცებ რომ არის მე რამე დამემართოს, ანუ ჩემი შვილი რაღაცა და ადრე ეგეთი რაღაცეები არ მქონდა ხოლმე, უფრო თავგარიანი ვიყავი. ეხლა ბევრად რაღაცეები გადავაფასე პასუხისმგებლად, ჩემი თავიც რაღაცა უფრო მეტად შევიყვარი ალბათ, იმიტომ რომ ეს იმხელა სიყვარულია ბავშვის, რომ ამის გარეშე შეუძლებელია თვითონ ძალიან დიდ ენერგიას გაძლევს და ძალიან დიდ мотиваციას გაძლევს, რომ იყო უკეთესი ვიდრე იყავი გუში. კი, და ეგეც საკუთარ თავზე მუშაობის გარკვეულწილად, ანუ ერთი სიყვარულის, უანგარო სიყვარულის აბსოლუტურად და მართლა რთულებისა შვილი არ ყავს ეგ გაუხსნა და მეორე საკუთარ თავზე მუშაობის ამბავი რა, იმიტომ რომ მე უკვე გარკვეულწილად საკუთარ თავზე მუშაობის ამბავი არ ხდება მხოლოდ შენთვის. რომ შენ იყო უკეთესად, შენ გინდა რომ აი მე მიფიქრია რომ ჯერის პონჩიც შევიცვალო ისეთ რაღაცებში, რაშიც არავის გამო არ შევიცვლებოდი, მაგრამ იმის გამო რომ
თქვა ჯერია და ბავშვები, არა მარტო ჯერი, ხო, ანუ 4 შულს ეხება. მიფიქრია, რომ აი ამაში უნდა შევიცვალო, იმიტომ რომ მას მე ასეთი დავჭირდები რა. ნუ ეგ ისეთი თემა შეიძლება თქვა პირველ რიგში შენთვის უნდა აკეთო ეგ და შემდეგ უკვე ვინც არ უნდა იყოს შემდეგ უკვე მათთვის, მაგრამ რაღაც მოტივაციებს გაძლევს რა. ხო, უდიდეს რა, უკეთესი ადამიანი ხდება. ანუ მე ეგ მაქვს ყოველ შემთხვევაში რაც მომცა ბავშვებმა, რომ უკეთეს ადამიანს ხდიან რა. ხო და ეხლა იმაზე მინდა გესაუბრო, რაც ხდება ეხლა თქვა ხელოვნების კუთხით რა. ეხლაში გულისხმობ თანამედროვეობას რა, ბოლო 10 წელი ხდება თუ 5 წელი. ვინ არის ისეთი არტისტი ან მომღერალი, ვისთან მიმართებაში ზორად გავყოფ ამ კითხვას, ერთი ან დუეტს ჩაწერდით, აი ყოველთვის გინდოდა რომ მასთან დუეტი ჩაგეწერა, თუნდაც ბავშვობიდან ან მერე და მეორე ნაწილი არის კითხვის ის, რომ ზოგადად როგორ შეაფასებდი, ასე ვთქვათ, თანამედროვე, ვთქვათ, თეატრს ჩვენთან, ფილმებს თუნდაც და უფრო მოდი სიმღერის კუთხით გითხრა, ანუ მუსიკის კუთხით რამდენად ყვაყოფილი ხარ, რაც ხდება დღეს. სიმართლე გითხრა, ილო, ეხლა გონია რომ რაღაცნაირად ისე დიდი კრიზისია რა ამ სოფლიოში, მუსიკალურად. საფრანგეთში რაც ხდება, ალბათ გეცოდინება. იგივე ხდება ამერიკაში და იგივე ხდება აბსოლუტურად რა ყველა ქვეყანაში რაღაცნაირად. ეს ჟანრები რაღაცნაირად რაც წამოვიდა, თითქოს ყველა რაღაცა თავის სათქმელი თქვა რა და რაღაცა ეხა არის გაჭედილი სიტუაცია. თითქოს გადავიდა ეს რაღაცები, აი ჯერ იყო რაღაცა ეთნო, მერე კრეატივ რაღაცა ამბები, მერე ჯაზ, ეხა აი ძალიან ერთმანეთშია უკვე, აი მუსიკას უსმენ და ვეღარ გაგიგია რა ჟანრის, ანუ აბსოლუტურად ყველა ჟანრი შეიძლება აღმოაჩინო რა. ანუ კი, ეხლა ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ტრენდული რაც არის და ყველაზე მეტად რასაც უსმენს ახალგაზრდა თაობა, რა თქმა უნდა, ეს არის R&B და ეს არის რაღაცა მაინც ალბათ აი ესეთი პირდაპირ ხისტი მუსიკა რა, რომ რაღაცა პრობლემებზე საუბრობს, რაღაცა ეგზისტენციალურ რაღაცა მსოფლმხედველობებზე და რაღაცებზე, ეს ამბავი არის, მაგრამ რეალურად ესეც უკვე რაღაცა მგონია რომ გადადის რა და კრიზისია რა, რაღაცა ახალია შემოსატანი. საქართველოში რა თქმა უნდა ყავს ძალიან მაგარი კომპოზიტორები, მაგრამ რაღაცა მგონია რომ აქაც მაგარი კრიზისია, ეხლა რომ ვარჩევ ხოლმე რა, რაღაცა რა სიმღერა შეიძლება რომ იმღერო. რა თქმა უნდა ძალიან მაგარია რომ შენიც შექმნა და შენით დაწერო ყველაფერი. მაქვს ცდილობები სხვათა შორის, მაგრამ ძალიან რთული არის რა, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცა ეტაპი გასავლელი, რომ მე შენი ქნა რა, ეხლა თუ არის რაღაც სტანდარტი, რეალურად ეხლა ეგრე კაი მხატვარმა ცხენის დახატვა თუ არის, ეხლა ესე ხო აი იმაში ვერ გადავა რა, pop art-ში და რა აბსტრაქციაში. და რეალურად ხელოვნებაში ეგრე არის. და ისეთი მაგარი კომპოზიტორები ყავდა მართლა ლაღიძეო და ცაბაძეო და ჯანო და ყანჩელი და სასწაული ტიპები. ხალი კომპოზიტორები, სასწაულები, ეხაც ყავს სასწაულები მართლა, მაგრამ რაღაცა მგონია რომ ქართულ მუსიკაშიც იმდენად გენიალური, ანუ რომელნი არის საგალობელი დაწერილი, რომელიც 4 ხმაში, 5 ხმაში იშლება, ანუ რომ ვუსმე ხოლმე, შოკში ვარდები ხოლმე, სად ვიყავს, სად არის გასული. ფოლკლორი ჩვენი. და დღეს რაღაცა ესეთი რაღაცები თითქოს არ იქნება, იმიტომ რომ არის რაღაცა აი ყველაფერი საპნის ოპერასავით გადასული რა და ის რომ აი რამდენი ნახვა დამიწეროს მაინც და მაინც რომ იყოს რითმ, აი რო შევდივარ ხოლმე სტუდიებში რა სამუშაოდ რაღაცა და აი რამდენ BPM-ზე გინდა რომ იყოს ვეში რა, ეტყვიან ეგეთ რა, რამდენ BPM-ზე ვეში, ანუ რო აი 120 BPM-ი თუ არის, ესე იგი საცეკვაოდ კაია. აი ხა ეგეთ, ანუ ეგრე რო თვლი რაღაცის. ანუ ბიზნეს პროექტივით უფროა ვიდრე შემოქმედებითი პროცესი რა. ხო და რეალურად ეხა მე ეს ხო მას კულტურაა უკვე და მე ნუ იქნება რა თქმა უნდა შეიძლება გაჰიტდეს და რაღაცა იმღერონ მაგარია, მაგრამ რეალურად ღირებული სად არის მე ჰამლეტ გონაშვილი რომ ღეროდა და რაღაცა თუნდაც რაღაცა იქ ხო სხვა. ნუ ეხლა გასაგებია რომ შეიძლება პოპის პონჩი ან თუნდაც ალტერნატიული რაღაცა მიმდინარეობის პონჩი შეიძლება არ შეიქმნას ის, იმიტომ რომ ადრე იყო და ნუ თქვა გასაგებია რომ ეგეთი რაღაცები მართლა საუკუნეში ერთხელ იბადებიან, ეგეთი გენიოსები როგორც ჰამლეტ გონაშვილია და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი ესე კითხავ, ვინ არის ამ ეტაპზე სამსახიობო ხელოვნების კუთხით მინდა კითხო, ან მსახიობზე მინდა კითხო და მომღერალზე, რომელზეც შენ აი თქვა რა გევასება მათი მოსმენა და მისი თამაშის ყურება თქვა. თუ ყავს ესეთი ფავორიტ ტიპები, ვისთანაც ერთად ვიზეც кайფობ. მე სხვათა შორის მე მგონი შენთან ალაპარაკები მაქვს ამ თემაზე.
ჩემი აღმოჩენა არის მეტიუ მაკონაჰი, რომელიც მე მგონი შენს მაგრა გევასება, ეს ინტერსტელარი. აბა და ვერ ვიტანდი თავის დროზე და მე ისე მართლა? რომ აი თავი რაღაც ბანს კომედიებში რომ თამშობდა არ მომწონდა ხო. აუ ეს არ ვიცი, ეს ტიპი მართლა ძალიან მაგარი ტიპი არის რა. და მისი ყველა გარდასახვა აბსოლუტურად, აი ეს იმასაც რო თამაშობს, ნარკოდამოკიდებულს რო თამაშობს, ტიპმა ჩამოიკლო 20 კილო თუ რაღაცა რო ეს ვეთამაშა და მე უცებ მოიმატა ტიპმა 40, ფიზიკურად, ხდები როგორ შეიძლება. ხო, Dallas Buyers Club გაიგე. და მე კიდე სხვა როლი თამაშა, რომელზეც აბსოლუტურად 40 კილო მოიმატა თუ რაღაც, არ ციფრები არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ფიზიკურად იმხელა რისკს წევს საკუთარი ჯანმრთელობისთვის რის გამო ხო რეალურად ვითომ არაფრის გამო მაგრამ რა არაფრის გამო რეალურად ძალიან მაგარი ტიპი არის რა რომელიც რაღაცნაირად ყველაფერს დებს თავის შემოქმედებაში და ყველა ფილმი რაღაცა რეჟისორებიდან მე მაინც ნოლანს გამოვარჩევდი რომელიც რაღაცა ყოველთვის თითქოს ფეხით ასწრებს ხოლმე სამყაროს და რაღაცა წინ არის ხოლმე რაღაცეებზე რა და გონია რომ ეგ რაღაცა მაჩვენებს რაღაცა ალტერნატიულ რაღაცეებს რა და ძალიან მაგარი ტიპი არის. აი მოდი სანამ გადავალთ ოღონდ თუნდაც ნოლანს ეგ ისედაც მინდოდა მეკითხა რომ საზღვარგარეთ მაგრამ საქართველოში დავჭერ ჯერ აი გამოწოთ ხო ვინმე თუ არის ერთზე არ ვიძახი თუ გინაშება ორი იყოს სამი იყოს ისეთი მსახიობი რომელიც ნახვაც ყოველთვის გაინტერესებს და ფიქრობ რომ აი ეს მართლა რაღაცა ჰაი ლეველია და ამავე დროს ეგეთივე თქვა მომღერალი თუ არის ვინმე ან რავი ჯგუფი ან რაღაცა რომლითაც აქტოვანებული ხარ საქართველოს მასშტაბში ვიცი. იცი რა არის ალტერნატიულ მუსიკას უსმენ ხოლმე საქართველოში ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია ხა ეს გამორჩევა რა რაღაცა მწვენია რო თქვა რა ვიღაცა რაღაცა ისეთი ამბავია მაგარი ტიპები არიან ძალიან და კაი ვისი მოსმენაც სიამოვნებს ვისით კაი ყველას ვინც მართალია და გულწრფელია ჟანრობრივად რომელი ამ წუთში რაღაცა ეგამოჩემება მაქვს თითქოს რაღაცა ურსასმენებს რო გავიკეთებ რაღაცა უფრო ალტერნატიულ მუსიკას უსმენ ხოლმე რაღაცნაირად რა ვიცი კეთილი ლაუდსპიკერსი რაღაცა არ ვიცი რაღაცა ცოტა იქეთ ძალიან მაგარი ტიპები არიან მსახიობების სიმართლე რომ გითხრა მანდ უფრო გაგიჭირდება იმას გამოყოფა იმიტომ რომ იქ შენი კოლეგები არიან და უფრო გამიჭირდება მაგრამ თითოეული არტისტი ხე ჩემს თეატრშიც ტიპები არიან რავი ძალიან ბევრი აქვს ნანახი ცხოვრებაში ეს ეტყო სცენაზე ძალიან ეტყობა რა ტიპს რომელსაც გავლილი აქვს თუ განათლებულია ხო საერთოდ ყველა დიდეული წიგნი ჩანს ადამიანთან უბრალოდ ლაპარაკშიც კი და სცენაზე ხო პარტნიორობაში ხო განსაკუთრებით მაგრამ ზოგადადაც ცხოვრება რომ ადამიანს ნანახი აქვს და რაღაც პრობლემა რო იცი შენ კონდეს და იმას რომ გავლილი აქვს ეგ მე მასთან თამაშიც ძალიან დიდი ბედნიერებაა და ვაფშე რაღაცების ამოცნობაც ძალიან დიდი ბედნიერება ეგ მე ძალიან ბედნიერად ვთვლი თავს რომ ამ ადამიანებთან მომიწია თამაში და მიწევს ყოველდღიურად თამაში რა იმიტომ რომ დღესაც ძალიან ბევრ ამას ვსწავლობ რა და ძალიან მაგარი мотиваცია არის ჩემთვის იმიტომ რომ ალბათ ჩვენც როცა მივალთ მათ ასაკში თუ ჩვენც ესე მოგვისმენა რაღაცა კაროჩე ძალიან ისეთ ძალიან საინტერესო პროცესია და ვისთან გაგისტორდებოდა რომ ჩაგეწერა დუეტი. აქაც ორად მინდა გავყო რაღაც, ერთია რომ თქვა ბავშვობიდან, როცა მოდიხარ ვინმეს უსმენ და მე შენ გახდები თვითონ რაღაცა თქვა ცნობილი ადამიანი, ან შენ პროფესიაში რაღაცები გააკეთე. ერთია რომ აი ბავშვობიდან შეიძლება ვინმე გინდოდეს, რომ აი ამასთან ერთად გამისტორდებოდა და მე იტყვი რომ ავაზე ხარ ბავშვობაში რას ვიფიქრებდი თუ შენთან ერთად. ვინმე თუ არის ეგეთი ქართველი, ვინც ბავშვობიდან გინდა რომ რაღაც დუეტი ჩაგეწერა და მაგასაც რო თავი განება ბავშვობას უბრალოდ თუ არის, თუნდაც ეხლა გაგიჩნდა სურვილი, რომ აი ამ ტიპთან ერთად დუეტი ან ამ ტიპშასთან ერთად გამისტორდებოდა. სხვათა შორის არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ეხლა ამ გადმოსახედიდან ძალიან დიდი ყველაზე დიდი სიამოვნებით ჩავწერდი დუეტს მამაჩემთან რა. რაღაცა გონია რომ რავი პირველი ცხოვრებაში ჩემი დუეტიც ეგ იყო. მამაჩემთან ერთად ვიმღერე აჭარული. და ეხლა უკვე ასაკშია რაღაცა იქით ავიყოფები რაღაცათან რაღაცა ამბავი აქვს და მასთან ერთად წავიმღერებდი რა. ეგ რაღაცა ძალიან სიმბოლური იქნებოდა ჩემთვის სიმართლე რო გითხრა. მამაშენს ყოველთვის რაღაცნაირად სხვანაირად სითბოთი საუბრობ ხოლმე და ერთხელ მახსოვს მე შენ და სალომე ლაპარაკობდით რა და
ანუ სალომე ამბობდა რომ ანუ იმდენად დადებითი კაციაო ანუ იმდენად რაღაცა თქოს იმ სოფხედველურად სიკეთეს რო გინერგავს რომ აი შენც მე მგონი მახსოვს მითხარი რომ აი მთელი ცხოვრება იმას მეუნებოდა რომ აი დადებითი ტიპი იყავი აკეთე სხვას მოუტანე კარგი და ასე შემდეგ ანუ მამის გავლენა შენ ცხოვრებაზე რამდენად დიდი არის იმიტომ რომ ბავშვობიდან ეხა მამა მაგრამ თქვენ ბევრ რაღაცაში იყავით ერთად თუნდაც იგივე სიმღერა ახსენე და თქვა რაღაც დუეტი ანუ რა როლი აქვს მამაშენს შენ ცხოვრებაში? რა თქმა უნდა დიდი. ყველა ცხოვრებაში ხარ, რა თქმა უნდა, ალბათ ყველა იფიქრებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის კიდე განსაკუთრებული იყო ეგ ამბავი, იმიტომ რომ მამა ჩემმა ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლა, დედა ჩემმაც, რა თქმა უნდა, და ჩემმა დებმა და ანუ ზოგადად ჩვენმა ოჯახმა. რაღაცა, აი ეს გაჭირვება, რაც ვაპარაკობდი, იმდენად ერთად გადავიტანეთ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი კომპლექსებიც დამიტოვა, მაგრამ ამავე დროს ძალიან შრომი, აი, როგორ იცი, ის გამიჩინა რა мотиваცია, რომ რაღაცა გამიკეთებინა ისეთი, რომ აი თუნდაც ის პრობლემები რაც ჩვენ მქონდა, რომ ჩემ შვილს აღარ კონდეს. და ამან ერთ დიდ გუნდად გვაქცია. მე და მამა უფრო ახლა ურთიერთობა მქონდა იმ ამბავში, რომ ანუ სულ ერთად ვიყავით ხოლმე გასულებზე, რაც და ერთად გვიწევდა ცხოვრება. იქიდან დედა რაღაცას, თან დედას ავადმყოფობა ჰქონდა, რომელიც დავამარცხეთ და ეს ბავშვისთვის კიდე უფრო დიდი ტრამვა არის, რომ აი დედას ავადმყოფობა აქვს, იქ რაღაც შეიძლება ოპერაციის ფული არ ქონდეს და მე და მამა მივდივართ და კონცერტზე ჰონორარს ვიღებთ და უგროვებთ ფულს ხო ხდება ხე. ძალიან შეიძლება ისე ჟღერდეს, მაგრამ ცოტა ეგრე იყო რა და ეს თანხარო შეგროვდა მე დედამ რო ოპერაცია გაიკეთა რაღაც ერთი დიდი გუნდი ჩამოყალიბდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ყველაფერზე არ უნდა წახვიდე იმის გამო რომ რაღაცა შენ მოიხვეჭო რა შეიძლება არ იყოს საჭირო საერთოდ რაც მართლა გჭირდება რეალურად ეგ არის რეალურად ჯანმრთელობაა და ადამიანების სიყვარულია და რაღაცა ეგ არის ყველაზე ღირებული რა ჩვენთვის და ეგ ვისწავლე რაც ყველაზე მთავარია იცი რატო კითხე იმიტომ რომ მე მახსოვს რომ შეიძლება მე მახსოვს არასწორად მაგრამ რაღაცა მსჯელობდით იმაზე რომ აი როდესაც შენ ეგრე ანუ თითქოს მშობელი ჩაგიდებს იმას რომ და მოიტანს შენამდე იმას რომ აი ყველას გაუკეთეს იგეთე უანგაროთ ეს რაც თავისთავად ეგრეა ბაზარი არ არის მაგრამ გარკვეულ წილად ცხოვრებაში არის მომენტები როდესაც შენ გიწევს რომ ძალიან ბევრი რამისთვის იბრძოლო რა და ვით უმეტეს როცა კიდე უფრო და უფრო უხეში ხდება წესები რა ანუ თამაშის წესები ასე ვთქვა და მუდმივად ისე ვერ იქნები რომ სამართლიან გარემოში ხარ ხანდახან არის ეს სიტუაციები როცა უნდა იბრძოლო რა რეალურად გულისხმობ მე ამ მოლენებს კი არ გულისხმობ ხოლმე თან პოლიტიკურ მოლენებს რა თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრებაში დგება მომენტი და მეც მიფიქრია რომ ბიჭო აი თქვათ ჩემს მშობლებსაც და მამა ჩემიც რაღაცა მაკეთკენ იყო ორიენტირებული რა ჩვენ სხვა პრობლემები გქონდა მაგრამ ეგ ეხა იდეაში ძალიან კეთილი ადამიანია და ოღონდ რამე პრობლემა არ ყოფილიყო და სხვანაირად უყურებდა რომ არც კარიერაზე ფიქრობდა ისე არც მოხვეჭაზე უბრალოდ ვიღაცისთვის კარგი გაიკეთებინა მაგრამ მე რო დავაკვირდი გესმის სადღაც აი ჩადებულმა რაღაცეებ ანუ რაღაც მომენტებში ხელი შემიშალა იმიტომ რომ მე მინდოდა რომ აი კი მაგრამ ეს ხო ესია სამართლიანი ანუ მე ხო ამას ვაკეთებ და იქიდან რატომ ხდება ეს თქვათ რა რატომ უნდა ვიღაცამ დაგიდოს ფეხი რატო ვიღაცამ ანუ და მე გითხას რომ ეს ჯანსაღი კონკურენცია და ასე ვთქვათ თითქოს უცებ აღმოაჩინა რომ არ აღმოჩნდი მზად როცა პრობლემებთან უფრო მარტო არ მასწავლეს პრობლემებთან გამკლავება ანუ ზოგადად კი ბატონო სიკეთე კარგია გაუკეთე ადამიანის სიკეთე მაგრამ იმ უსამართლობებთან ერთადაც რომელიც ცხოვრებაში მოდის არა იმასთან გამკლავება არ ვიცოდი რა ასე აუ ეგ ეგრე არის უეჭველად მეც მაქვს ეგ პრობლემა მაგან ხო არ შეგიშალა როდესღაც ხელი შემიშალა რა უეჭველად ეგ ერთმანეთს ეწინააღმდეგება დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ ამბავი ხო გეთახმები მაგრამ აი იცი რა არის ეხლა უკვე მე ვცდილობ რომ ეგ ამბავი ნენეში გადავიტანო ხდები ეგრე იყო ჩემ შემთხვევაშიც აი ეხლა შენ რაც მოყევი შენს მაგალითზე იმიტომ რომ იმდენად რაღაცნაირად ბევრი რაღაცაზე მქონდა ხელის შეწყობა რომ მე როცა მე თვითონ შევეჭეხე რაღაც პრობლემებს რა თქმა უნდა ორმაგად გამიჭირდა რა მაგრამ ამ შემთხვევაში ეხლა უკვე სალომეს დამსახურებაა რაღაცეები, რომ გადამალახვინა რაღაცეები, რომ თუმცა
რავი, ანუ შეცნობა არის ყველაფერი რა. აი მგონია რომ ეხა ძალიან ბევრ რაღაცაშიც რა თქმა უნდა ხელს მიშლის, ეხა თუნდაც ერისიონში ძალიან პრივილეგირებული ვიყავი რეალურად სხვა ბავშვებთან შედარებით, იმიტომ რომ მე მაინც მამა ჩემი იქ იყო, მაინც იქ რაღაცა წარმატებები მქონდა რაღაცეები, მაგრამ უცებ რო გავიჩნდე სხვა სფეროში და რაღაცა იქ თეატრალურში მივედი, იქ უკვე არავინ აღარ გავიყავი და იქ თავიდან რაღაცეები მიწევდა, მაგრამ ну, რას ვიზავთ, ეგეთია ცხოვრება რეალურად რა. როდის იქნება გადატეხვა, ვერავინ ვერ გაიგებს. შეიძლება ესეთი ცხოვრება რო არ გაგვიარა, უფრო მარტივად გადაგველახა ეს პრობლემები, მაგრამ სხვა მიმართულებით ყოფილიყო პრობლემები. ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შვილები რო გაიზრდებიან, უეჭველად შეიძლება რამეზე მოგთხოვონ პასუხი, რომ აუ ეს რატო არ იყო, ესე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეხლა ჩვენ მაგას როგორ შეიძლება ჩვენ ამ სოფხელობით ესე ხო, ისინიც ისე დროში გაიზარდნენ, როცა იქ თავისი მიდგომები იყო, ისინიც ხო როდესაც ბავშვები იყვნენ, მათშიც ხო რაღაცები დაილექა რა და ანუ მათშიც ხო რაღაცები რა საზოგადოებაც იყო და რა ნორმებიც იყო დაწესებული. ახლა ჩვენი მშობლები გაიზარდნენ საბჭოთა კავშირში, სადაც იყო მარცხენა ხელით წერა, არ შეიძლება და ანუ აიძულებდნენ რომ მარჯვენა ხელით ეწერა ყველა ერთმანეთის რაღაცა კონტროლი და ბიტლების რაღაცა ვინილები ჩუმად შალბაზარზე ყიდვა და რაღაცა და ახლა ბევრი მინუსი ქონდა იმ დროს, რაღაც პლუსებიც ქონდა. კი, არ მჯერა ხოლმე რომ ხო, ეგეც რეალურად. კი. ხისაც რაღაცა ისე თუნდაც ვარდე რომ არ ვიცი. ხო, და ანუ აქედან გამომდინარე, ანუ მესმის, როცა იქიდან მოდიან, ანუ რაღაცებს იმიტომ კი არ აკეთებენ, ან რაღაცა ძალითან დაეზარათ, ან რაღაცა შეეძლოთ ჩაედოთ. ხო, აბარა, უბრალოდ ეგ მენტალიტეტი. უბრალოდ ნაწილი. მე არის რაღაცები, რაშიც მე მაგალითად შემშობლებს დღემდე ვეუბნები, რომ ანუ აი მან თქვენ სხვანაირად უნდა გიქნათ, შეგიძლოთ, იმიტომ არა რომ ვერ ხვდებოდით, იმიტომ რომ თქვენი არჩევანია. ეგ სხვა ურთიერთობებია, ისე მამის და თაობებს შორის თემის და მამაშვილის ურთიერთობების. ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ხო, ბევრი რამე გამიგია, რასაც ზიანი მოუტანია ჩემთვის, მაგრამ შემიხედავს ისე რომ ხო უყვარვარ კაცო ტიპებს უბრალოდ სხვანაირად არ შეეძლოთ თქვა იმ დროს რა. ხო, აი იცი რა არის ბიჭო, აი ჯერისთან მიმართებაშიც და სესიავა უკვე დიდები არიან რა 15 და 12 იქ კიდე ცალკე ამბები არის. მაგრამ აი ჯერისთან და სემისთანაც ხო, ანუ სულ ვცდილობ რომ რახან ძალიან პატარები არიან ჯერ რაღაცნაირად ბალანსი დავიცვა რა, იცი რომ ერთი სასტავი არის, რომელიც ვით უმეტესე ასეთ ყოფაში როგორშიც ვართ, აი ვოლკი უნდა იყოს, შილო და ბაჯუნგლები და თუ არ შეჭამე შეგჭამს და ეხა 5 წლის ბავშვს რომ მაგას თავიდან მეუნერგავ, ანუ არა, ეგ შეიძლება მე კიდე რაღაცეები თქვა ასწავლო, მაგრამ არა ეგრე რა. და მეორე უკიდურესობაა რომ თქვა ზრდი შენ ბაბლში, შენ სამყაროში, რომ ყველაფერი მშვენიერებაა, ყველაფერი კარგად არის, სიყვარული, სიხარული, სხვა არაფერი სხვა არ არსებობს და ასე შემდეგ. ჩემი შვილი მყავდა ერთხელ თერაპიაზე მიყვანილი ევა რა და მასწავლებელს ეუბნება რომ აი ეს გოგო რაღაცაო და ესე კი ცუდი კი არ არისო, მაგრამ აი ესქნა. ეს ეუბნება რომ შენი აზრითო ანუ არ შეიძლებაო რომ თქვა ცუდი იყოსო, თქვა ვინმე თუნდაც. არაო, შიგნიდანო ისო ცუდი არ არის სხვანაირად რაღაც, მაგრამ ამან გამაკვირვა თერაპევტმა, იმიტომ რომ უთხრა ეგეთი რამე რომ არ ბოროტზე იყო საუბარი, რომ არა შეიძლება იყოსო გოგო ან ბიჭი ბოროტი. პატარაც და დიდიც. ოღონდ იმან ისე გაუშალა რა, რომ ეს შედეგად დადგა ეს. რატო მოხდა ეს უკვე ცალკე ამბავი არის და. ხო, ალბათ იცი რა არის ამ თემას, იმიტომ შევახე, რომ მეც ხშირად ვფიქრობ რა იმაზე რა როლი ითამაშეს ჩემების აღზრდამ ჩემზე, თქვა, როგორ განაპირობა ეს ჩემი ცხოვრება და რა უნდა გავაკეთო მე იმისთვის, რომ ჩემი შვილის ცხოვრება რაც მე შემილია ამ ხრივ მაქსიმალურად მივცე ყველაფერი და შემდეგ ხო იცი მიეწით ნიშა გზაფართო და ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს, ასე ვთქვათ რა. ეხა ამ თემებზეც მინდა შენ ანდრო ჭიჭინაძე ძალიან ახლო მეგობარი ხარ და ანუ ძალიან დიდი ხო მე თუ ვწდები და იქ ძალიან ახლო მეგობრები არ ვართ, მაგრამ პარტნიორები ვართ და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისე ხართ რა და ეხლანდელი ამბებიდან გამომდინარე, ანუ შენთვის როგორი იყო საერთოდ რომ დაიწყო ეს რას გულისხმობ, იცი მთლიანად ეხა ქრონოლოგიურად არ მინდა მე ზაფხულიდან გამოვუყვე პირველად კანონები რომ იღეს, არა. აი როგორც ადამიანისთვის, როგორც მოქალაქისთვის შენი თქვა კოლეგის ამბავი რომ გაიგე ამ დროს ამბავი და ეხლა ჩართული ხარ აქტიურად და ყოველთვის გისმენ, სიმღერა ძალიან ემოციონალური იყო ისიც, როდესაც დოის ანუ თქვენი გამართული ღონისძიება იყო რუსთაველზე და მოკლედ მისმა მეუღლემაც ისაუბრა, ესეც ემოციონალურად ძალიან რთულია, ოკმელა ჩემი მეგობარია, რეზო კიკნაძე ჩემი მეგობარია და მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრე, მაგრამ აი შენთვის მაინტერესებს აი ამ მოვლენებმა როგორი მოქმედა შენზე და რა გეხმარება იმაში, რომ
არ დაკარგო ფოკუსი და რაღაცა თქვა ან ნიღბის არ მიეციან, რაღაცაზე არ ჩაიხვიო და რთულია და იმიტომ. წეღარულ ლაპარაკობდით, ანუ აი თეატრის როლზე და ანის ამბავ მაგალითი, რო აი ცხოვრებაში რამდენად მართალი თეატრის საერთოდ სად არის თეატრის როლი. ანუ ზუსტად ეს არის რა ამბავი რა, სად არის თეატრის როლი. ანუ როცა ხედავ რომ რაღაცა უსამართლობა ხდება, ანუ იმაზე თუ არ გიქნა ჩვეულებრივად დამოკიდებულება და აი ეს ერთ ყურში შეუშვა და მეორე ყურში გაატარე, რეალურად მაშინ ერთ განსხვავდებით საერთოდ ცხოველებისგან, ან დაჟე ცხოველებსაც კი აქვს რა რაღაცეებში შეგნებები, რომ რაღაცა თავის ოჯახს მოუაროს და თავის რაღაცა გააკე, ანუ ლომი ლომს მაინც არ ჭამს რა, ანუ ყველაფერს თავი ელემენტარული ამბავი არის. და ჩვენს ან ამბავშიც რაღაცნაირად ეს მოვლენები, რომელიც რაღაცნაირად პირადად ჩვენ შეგვეხურ, რა მნიშვნელობა აქვს ხა მე შეიძლებოდა რომ შემხედრო და იგივე ამბავი თუ ანდრო ჭიჭინაძეს, ანდრო არის ტიპი, რომელიც ჩვენ ერთ სპექტაკლში ვთამაშობთ, მართლა ისეთი დადებითი და კარგი ადამიანია, რომ აი რავი, ცუდი სიტყვაც კი აი რაღაცა რო არ იტყვის, ხო ხდები და ანუ ტიპები რო აქეთ რაღაცებს ლაპარაკობენ და შეიძლება თავის ძიჯდეს რაღაცა ტელეფონში და რაღაცა დადები აი ყველაფერი დადებითთან ასოცირდება ეს ტიპი რა და როგორ შეიძლება რომ უცებ რაღაცა უსამართლობის ქარცეცხლში გაეხვიოს ტიპი და უცებ რაღაცნაირად ყველაფერი ხელის შეხოცვა მოხდეს რა ტიპებზე ანუ არ შეიძლება და ამაზე თუ ყველამ რაღაცნაირად ჩვენი წვრილი არ გამოხატ მაშინ რა ვართ ადამიანები ხო რეალურად რა ხო რა მნიშვნელობა აქვს მართლა შენი ოჯახის წევრი იქნება სხვანაირად გეტკინებოდა ეხლა შენი ოჯახის წევრი რა ყოფილიყო თუ იცი რომ ტიპი მართლა ის არის და რეალურად ანუ ხალხ ყველაზე მეტად რაც მიხარია მე ამ მოვლენებში გასახარებელი რა არის მაგრამ ნუ რაც არის რა სამოქალაქო საზოგადოება აი შეიძლება ისე ჟღერცნო ჩამოყალიბდა და რა ტიპები არიან რომლებიც არ არიან პარტიულები, მაგრამ პოლიტიკურები არიან რა და რეალურად ეგრე უნდა იყოს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება სოციუმის ნაწილი ვართ ახლა რა სოციუმში ცხოვრობთ, საზოგადოება, მაშინ არის საზოგადოება, როდესაც გარკვეულწილად თითოეულ ადამიანს აქვს რაღაცა პასუხისგებლობის ნაწილი აღებული იმაზე თუ როგორები ვიქნებით, როგორც საზოგადოება. თუმეტეს ჩვენაერ განვითარებად სახელმწიფოში რეალურად. ეხლა ევროპაში ტიპებმა არიციან პრემიერ-მინისტრის სახელი და გვარი და ღმერთმა შეარგოთ ეგრე იყოს და ჩვენთანაც ნეტა ეგრე იყოს, მაგრამ ჩვენ როცა ასე ვიბრძვით რაღაცეებზე და ასეთი სოფლიო პრობლემებიც რაღაცნაირად ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს და რეალურად ეხა ჩვენს თუ ამას გავუშვით და დავიწყეთ ახლა და ჩვენი საქმე ვაკეთოთ და მოდი ტაშპანდურა გავაკეთოთ თეატრში ანიმაში ან ამაში რეალურად სადღა ვიქნებით საერთოდ და რა მომავალზე შეიძლება ვილაპარაკოთ მე ხო რა უნდა უთხრათ ჩვენ შვილებს რომ აი ხა იყო დრო რომ შეიძლებოდა რომ უფრო დემოკრატიულ სახელმწიფოში გვეცხოვრა და რომ ხა და სად ვიყავით ჩვენ ამ დროს ანუ ლეგიტიმური კითხვა ხო აი და ძალიან ტეხავს რა ეგ რაღაცეები ტეხავს და ყველა ხედავს ამას რომ ტეხავს რა და ამიტომ რაღაცა ერთმანეთის შეჯიბში კი არ უნდა ვიყოთ რომ რაღაცნაირად აი ესე და რაღაცა შენ უფრო მეტი მე უფრო ნაკლები და რაღაცა ასე შემდეგ რაღაცნაირად ყველამ უნდა ვთქვათ იმაზე რაც სუდია რაც კაია რა არ არის არანაირად პოლიტიკური ამბები აქციებზე ტიპები იყვნენ აქციებზე რა მანიფესტი გავაკეთეთ ჩვენ აქციებზე ცალკე და ჩემი პოზიციები აქ და მთელი ამბები მაგრამ მანიფესტი რომელზეც ეხა შემკითხე დოის თეატრში რაც გაკეთდა ტიპები იყვნენ მოსულები ზოგი იმ პარტიიდან იყო ზოგი ამ პარტიიდან იყო აბსოლუტურად უბრალოდ რაღაც თემები არის რაზეც უნდა შევთანხმდეთ რა მე რაღაცნაირად მაინც ოპტიმისტი ადამიანი ვარ რა ყველაში ვცდილობ რომ დავინახო კარგი და არა ცუდი შეიძლება ცუდიც არის და ბევრჯერ წამიგია ამის გამო მაგრამ ყველაში ვცდილობ რა ტიპი რავი თუ არც კი მჯერა რომ შეიძლება კაცი მოღალატე იყოს თავის ქვეყნის რა მაგრამ რეალურად არიან ვიცი რომ თეორიულად არიან მაგრამ გულით არ მინდა რომ დავიჯერო ეგ ამბავი და მოდი რა ეს ამ სიტოვებ რომ ხო აი მაინც ამბავი ხდება და არა ეგ შეიძლება ილუზია იყოს მაგრამ რაღაცა მაგრამ ესეთი ტიპებიც კი როცა ესეთი ხელშესახები და ნათელი ამბავია რომ რაღაცა ეს ტიპი უეჭველი არის ანუ მოდი რა ამაზე მაინც შევთანხმდეთ რა რაღაცაზე შევთანხმდეთ და არ გავატაროთ რაღაცეები აბსოლუტურად გეთანხმები და ვისურვებდი რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ქონეს ეგ მიდგომა რაც ახლა შენ თქვი და რას გულისხმობ რა ანუ როდესაც ქვეყანა არის ამდენად პოლარიზებული და დაქუცმაცებული ამ დროს მონახვა წერტილების იმისი თუ რაში თანხდებით. აი მოდი რაღაცა
თითქოს ელემენტარულია, ხო? აი, ნახე, ანდრომ მსახიობი კაცია. მოდი მაშ გავუშვებ, მსახიობი კაცია, არაფერი არ დაუშვები. იქ იყო, ვიღაცა მილაპარაკა, ვიღაცამ რაღაცა თქვა. ეს იმას არ ნიშნავს, ან ტიპის ბიოგრაფიას ხო აქვს მნიშვნელობა, ანუ როდესაც ერთი რაღაცა პატარა ლაქა არა აქვს, მას როგორც მოქალაქეს რო დამრღვევი და ვიღაცის ზიანის მომტანი, არის თუ არა სამართლიანი, როდესაც ესეთი ადამიანი იქ არის. და არა მარტო ის, და არა მარტო იმიტომ რომ მსახიობიან რაღაცა მე არ მიყვარს ცალკე გამოყოფა მისი რახან თქვა ეს მსახიობია და ვიღაცა აბსოლუტურად საზოგადოებისთვის თავის დროზე უცნობი ადამიანები არ უნდა დაიჭდილონ და მაგას არც არავინ არ აკეთებს, მაგრამ მე არ მინდა ვინმე ჩათვალოს, რომ რაღაცა ამ დროზე განსაკუთრებით შეგვიყვება და იქ წვევი რო არიან, თქვა იმაზე არ შეგვიყვება, არ არის ეგრე. მაგრამ რასაც შენამა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნახე. აი რა მიფიქრია და რაზე ქონია გულის ტკივილი, რომ ბიჭო, აი რატომ უნდა იყოს ესეთი გაუგებრობა და ერში აი ამხელა, თქვა, პოლარიზება და ერთმანეთის აუტანლობა, როდესაც ჯერ თვითონ დედამიწა არის ძალიან პატარა რაღაცა დიდ მასშტაბში. ზუსტად. აი პატარა, ესეც არ არის რა. ჯერაც ვიცით სამყაროზე, რაც არ ვიცით, ის კიდე ცალკე თემა. აი ამ პატარა დედამიწაზე და კიდე უფრო ამ პატარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანა ტერიტორიულად, თორე ისე ძალიან დიდი ისტორიის ტრადიციების და გენიალური ქვეყანაში ცხოვრობთ ადამიანები, რომლებმაც კიდე საუკუნეები აქ იცხოვრობენ, ჩვენს მერე საუკუნეები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის თანამედროვეები ვართ. ჩვენ ერთ დროს მოვხდით. ამასაც რა ალბათობებზია საუბარი, მილიონში ერთი ალბათობა. აუ, ბოდიში რო გაწყვეტინებ, ერთი რაღაცა უნდა თქვა, ხა აი მასშტაბურ რაღაცაზე იყლაპარაკ, დღეს რაღაც ფილმს ვუყურებთ, სერიალს ვუყურებდი. მისია ესე ქვია სერიალს. ხო და რაღაცა ერთ ადგილში იყო გაკორა რაღაცა, რომ ამერიკაშიო კანონი არისო უცხო პლანეტელების თავდასხმასთან თავდასხმის შემთხვევაში როგორ რეაგირებ თუ ანუ ვსჯით თუ არ ვსჯით უცხო პლანეტელებსო რა და ანუ აი მე აი ამ ყველაფრიდან რო ჩამოდიხარ უცებ, მოდიხარ საქართველოში და მოდიხარ ადამიანი ანუ ამ აქ რო ჩამოდიხარ და შენი ძმა და დარო შეიძლება გეზიზღებოდეს იმის გამო რომ რაღაცნაირად ანუ ხო აი როგორი რაღაცა იცი ნახე აი მაგალითისთვის რა დგება და დღეს სამყაროში ძალიან დიდი გამოწვევებია პრობლემები არ არის მხოლოდ ჩვენთან გადახედე სერბეთს გადახედე უნგრეთს ევროპას ანუ ახალი გადაწყობა მიდის სამყაროში რა და ძალიან მტკივნეული პროცესია ეს დაახლოებით 80 წელიწადში ერთხელ აი ადამიანებს და კაცობრიობას მოულით ხოლმე რაღაცა რომ ზედმეტად დალაგებულია ყველაფერი და მოდი ახლა ისე ვავწეწოთ დავალაგოთ ამას თავისი ბევრი მიზეზები აქვს და მე არ მინდა გეოპოლიტიკურ რაღაცებში გადავიდე მაგრამ ნახე როგორი რამეა ბიჭოს რაზე ფილმებში ხო გინახავს რომ აი უბანში რო ვიღაცა ორი ტიპი მექსიკელი და რომელიღაცა მეორე ბანდის ტიპი ან ზოგადად რა თქვა ომია აი რაღაც მეორე მსოფლიო ომის დროს ომია ან რაღაცა ხდება და უცებ მოვაფრინავითებში გადაფარავს თელ ცას იქიდან და უცებ ტიპები ესე იარაღებს ყრიან და ერთმანეთს კი აღარ უტრაკებენ ერთმანეთს კი აღარ კლავენ ანუ უყურებენ იმიტომ რაღაცა ისეთი მოხდა რომ აქ უკვე ჩვენ ომზე და იმაზე კი არ არის კაცო საქმე ნახე რა ხდება ხო ხდები და ჩვენც მე ვისურვებდი რა შეიძლება ძალიან მიამიტურია და მე და შენ ძალიან ესე მიამიტურად და რაღაც მხოლოდ სადღეგრძელოში გამოგდის ეს მაგრამ რეალურად მართლა ეს მარტო სადღეგრძელო და სურვილი და რა არის სწორი კი არ არის ეგ არის გამოსავალი პახოთ ანუ რასაც შენავდა რასაც მე ეგ არის პრაქტიკულიც რომ ადამიანებმა მოვნახოთ ერთმანეთთან შეხების წერტილები რომ აი მაგალითად 1 2 3 4 5 რაღაცა რომელიც ამას მართლა რაც პოლიტიკური კუთვნილობა უნდა და არაფერი უნივერსალური გაგებები ამაზე შევთანხმდეთ იმიტომ რომ ბიჭო მასე ჩემი მეგობრები არიან ძმაო ეხლა და რომლებიც აბსოლუტურად სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ ვიღაცა იქ არის ვიღაცა აქ არის ვიღაცა საერთოდ ქართული ოცნების ხარდამჭერია მე თქვა ცოტა შეიძლება სხვანაირად და კიდევ ერთხელ ჩემ შემთხვევაში არ არის აქ პარტიულობაზე აქ არის საუბარი ქვეყნის მომავალზე და იმ საზოგადოებაზე რომელშიც მე და ჩემ შვილს გაგვისწორდებოდა და სხვასთან შვილებს ცხოვრება და აქედან გამომდინარე ხო გული მწყდება გესმის რომ ვიხსენე ბიჭო მეც და შენც თქვა პირობითად ადამიანმა რომელიც დღეს რაღაცებზე ვერ თანხმდებით ერთად გამოვიარეთ უშუქობის პერიოდი ერთად ვიყავით გრაფიკში ერთად სვავდით იუპის ზუკოს და პიკნიკის პეჩენიას რომელსაც თურმე ცეცხლი ეკიდებოდა ხო ხდები ლუნას ჭამდით ერთად მეტროს ჭამდით ერთად ვაბარებთ ბოთლებს ზუსტად ტურბო ფინალი ანუ ყველაფერი ეს გვაქვს ერთად გავლილი და როგორ შეიძლება რომ რაც არ უნდა იყოს რაღაც ამას დაგვაუწყოს და ხო ერთადერთი ამბავია აი ერთადერთი აი ძალიან რუსულ სიტყვას ვიხმარბოდი ის ჩესნად ამბობ მაგ ამბავს რა არის იცი ანუ თავარი არის რომ რაღაცა აი იმაზე შევთანხმდეთ რომ არ არსებობს ადამიანის შეუცდომელი არ იქნება მთავრობა რომელსაც არ იქნება და არ ყოფილა გადაცდომები კაცო რო გამოდიხარ და უნდა თქვა რომ რაღაცა არ მოგწონს არასწორია
ამაზე რატო არ მაძლევ ამის შესაძლებლობას, რომ თქვა არასწორია? ანუ ღმერთი ხარ, აბა რო არ გეშლებოდეს? ანუ ეხლა ინტერვიუებს უსმენდი ამ ბავშვების, რომლებიც თეატრალურში არიან და ტიპები უნივერსიტეტიდან უშველებენ იმის გამო, რომ პროტესტი აქვს ტიპებს და ანუ შოკში, ანუ როდესაც უნდა გამოხატოს ტიპმა პროტესტი, აი თუ ან უნივერსიტეტში პროსტა არ შევიდა და დაждდა და თქვა რომ პროტესტი, აი სხვადასხვა რანაირად უნდა გამოხატო. ხო, თავის ფორმაში არ გიშვებენ, ანუ ჯარიმა გაქვს სოციალურ ქსელში დაწერენ, ვიღაცები შემოგივარდებიან, ანუ რაღაცაში ხო შეიძლება ეს არის საშიში, ყველაზე საშიში ეგ არის, თორე დანარჩენი ის რომ რაღაცნაირად ვილაპარაკოთ რაღაცებზე, ბაზარი არ არის, კაცო, უნდა იყოს და ანუ პირდაპირ ციხეში მიდიხარ, თუ ის ხარ ან რაღაცა ნაცი ხარ, უკვე ამოვიდა ყელში რა ნაცი ხარ, აი რაზია ლაპარაკი ერთიც და მეორეც. ნუ, არუჩი, ეგ არის რა. ხო, და იმედია რომ იცი რა, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი მეც ხა ჩემი გამოწვევა რა არის და იმას გეტყვი ხა და მაინტერესებს შენ როგორ მკლავდები ამას. Ну, რა თქმა უნდა, თავისთავად ეხა ძალიან ბევრი ინფორმაციის ნაკადია, ანუ აი სკროლობაც ახსენე შენ, ანუ ძალიან ბევრი ინფოს იღებ. ამისი გადახარშვა და ფილტრაცია არის ცოტა რთული თემა. და ყოფილა მომენტები, როდესაც აი რაღაცნაირად ანის გამომხნევები ვარ და უთქავს, რომ არ ნახე ეს შენზე ნეგატიურად მოქმედებს, შეეშვი რაც შენზე ნეგატიურად მოქმედებს. ანუ მესმის, რომ რაღაცა მთავარი სათქმელი და ფუნდამენტურ რაღაც პროტესტზე და სათქმელზე კი არ მეუნება, რომ ეს არა, უბრალოდ ამბობს, რომ რაღაცებს, რასაც შენ ვერ ხარშავ და ანუ დაგთრგუნავს და ასე ვთქვათ, გამოგიყვანს მწყობრიდან, ეგეთ რაღაცებს თავი მოარით. ანუ აი ამ თელი და ვიცით ახლა რო არ განმარტოთ. თელი ეს მოცემულობა, რომელიც ხდება საქართველოში, ცალკე კიდე ევროპაში, ამერიკაში დიდი გადაადგილებებია, არასტაბილურობაა, ნახე, არასტაბილური გარემოა, აი იმ დღეს ვიხსენებდი, რომ აი როგორ მომენატრა მეთქი პერიოდი, რომ აი ჩცდ-ში უნდა მივიდე, ან ვიღაცამ რაღაცა ფილმში თამაში შემომთავაზა და ჩემი საჭლეტი ტვინის ის რო არის, რომ აი ხა ამ როლზე დავთანხმდე თუ არ დავთანხმდე და თუ ჩცდ-ში მივდივარ, რა შეიძლება შევიტანო რაღაცა ტიპაჟი, რა ის რამე გავიკეთო, თუ რაღაც იარა, თუ რაღაც ვიღაცა იარაღი ესე ამოვიღო, თუ ისი ამ, აი შემოქმედებითი პროცესი რაც შეიძლება აღარც მახსენდება, როდის იყო ეგ, რომ აი ჩემს საქმეში გაზრდაზე ნერვიულობდე, ფიქრობდე და არა დანარჩენ კიდე უამრავ რაღაცაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც აი ამ მოცემულობაში, როცა ეგეთი არასტაბილური გარემოა, მე გინდა არ გინდა კიდე ამ ომის ალბათობებზე და ასე შემდეგ საუბარი, იქით რეგიონში ომი აქეთ ის არის. აი თელ ამ გამოწვევებთან როგორ ახერხებ, რომ ამას გავუმკლავდე და იყო ქმედითი და ასე ვთქვათ, რაც შენ თქვი მანამდე, რომ მე გარედან რაღაცა გარე სიტუაცია გინდა არ გინდა შეგაქ სახში მე და ეგ ისახება შენიანებს აი მაგას როგორ აბალანსებ ძალიან რთულია იყო ეხა ეგ ყველაზე რთული თემა არის ჩვენ უბრალოდ აი პასუხისგებლობებია რა რომელიც ყველა ვარიანტში ვერ ვწდებით პასუხისგებლობებს როცა ეს ამბები დაიწყო ზოგადად ბოლო პროტესტებს გულისხმობ ну რა თქმა უნდა რაღაცეები ფიზიკურად ვერა რა გაჩერდა იმის გამო კი არ გავაჩერეთ რომ რაღაცნაირად ასე იყოს საჭირო არა უბრალოდ ვერ იქნება კონცერტები ვერ იქნებოდა მაშინ როცა რაღაცა ტიპი თავს იწვავდა რა და დაიწვა თავი და ანუ გაჩერდა ეს ყველაფერი და ეს იყო ალბათ ყველაზე რთული რაღაცნაირად ამბავი, იმიტომ რომ შენ რაც თქვი რა როლზე მუშაობას აქვს საერთოდ ამ დროს მნიშვნელობა, უბრალოდ ისიც კი არ იყო, აი ჭამა გვავიწყდებოდა ხოლმე, ისე ვიყავით, იმიტომ რომ აი ტელევიზორი, იქ ის სკროლი რაღაცეები, მაგრამ ну პასუხისგებლობები გვაქვს რა, რაღაცეები როცა გადაფასდა, მოვიდა დღე და დავფიქრდი რა, ტიპები მირეკავდნენ, ანუ მეც ახლა დასაქმებული მყავს ტიპები რა, ჩემ ბენდის ბიჭები და ცხადო რავშებითო რა და ბჭო ანუ აი ну მე ესმის რა ეხაც გვაქვს რაღაც კონცერტები ну რაღაცა ჩავნიშნეთ რაღაცეები სპექტაკლები რაღაცეები მაგრამ თითქოს აი ხალხიც რომ მოდის აი ქორწილი აქ ტიპს მაგალითად უხალისოდაა იცი ტიპები იმიტომ რომ აი ბედნიერების შეგრძნება არ აქვთ ანუ აი რაღაცა ტიპი უკრავს და აი ვერ არის რა რაღაცა იმიტომ რომ ზოგადად ბედნიერებს რა გხვდით ადამიანებს ახლა მე ისე ვერ ვარ ბედნიერი მარტო მე რო ვიყო ბედნიერი კაცო ჩემს გვერდზე თუ ადამიანები ბედნიერები არ არიან ვერ ვიქნები რა და
ძალიან საწყენია ის ამბავი, რომ არ მოგვეცა ამ შესაძლებლობა, რომ ამოვისუნთქოთ, რომ უბრალოდ არც არაფერი, უბრალოდ გვინდა რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ რა და მეტი არ გვინდა მართლა არაფერი რა, რეალურად გვინდა რომ დაცულები ვიყოთ, სტაბილურები ვიყოთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ. მეტი მართლა არაფერი არ მინდა რა. არც ამბიცია მაქვს იმისი რომ რაღაცა იქ პოლიტიკურად რაღაცებს მეუკეთესად გავაკეთებდი ან რაღაცა არ ცოდნა არ ხო, არ ვიცი, არა მაქვს მაგის. მაგრამ ჩვენი უფლებაა რომ მაგრამ ის ვიცი და ხვდები მაგას ჩემი რაღაცა თუნდაც ნაკლები განათლებით იმას რა არის კაი და რა არის ცუდი ამას გარედან კი ხვდები რა და როგორი რავი ბიჭო მიუხედავად იმისა რომ შენს და სალომეს ასე ვთქვათ რაღაცა ხალხის აი პოლარიზებაში რა კი ვიღაცები შეიძლება მცირე ნაწილი არის და სალომეს ქონდა ერთხელ TikTok-ზე ვიდეო რა და იქ ამბობდა რომ აი თქვენო რო ხშირად მეგუნებითო რომ გაანებიან პოლიტიკას თავი თუ რატო ხარ იმაში და ნუ ხსნიდა რომ არაფერი შუაში ისევ და ისევ პარტიულობაზე რომ არ არის რომ არის მხოლოდ იმაზე და ნუ ხსნიდა რატომ რა რომ მას ეხება ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენი ქვეყნის მომავალს და აქედან გამომდინარე და როგორ შეიძლება ამ დროს არ ვიყო და არ თქვა ჩემი სათქმელი და თუ ვიტყვი კიდე ეგრევე მითხრა რომ ჩუმად შენ რატო ლაპარაკობ შენ აი კრემებზე გველაპარაკე და ზმანზე რა დანარჩენი არ გვაინტერესებს ეგრე არ მოსულ მაგრამ რატომ ვიცი რომ მიუხედავად ამისა შენ მაინც შენს და სალომეც არ ხარ დახქმული აი რაღაცა ძალიან რადიკალურ ტიპებად და აი რაღაც ისეთ მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ეს იარლიყები არსებობს თქვათ რა შენ შემთხვევაში არის ეგ გიგზნია ეგ რაღაცნაირი დამოკიდებულება იმის გამო რომ აი ამ პროცესებში თქვათ რაღაც ხმა მოგიღია გილაპარაკია რაღაცა წნეხი შენზე თქვათ და რაში გამოიხატებოდა ეგ წნეხი მიგზნია როგორ არ მიგზნია ნუ პირველ რიგში მიგზნია ადამიანების დამოკიდებულებით რა იმიტომ რომ არ ვიცი ხა ჩემი ბევრი მეგობარი არის კაცო რა ვიცი რომელიც არა სხვანაირად ფიქრობს რა ოღონდ შეგნება აქ ხა მე დარწმუნებული ვარ ისეთი ადამიანები შეიძლება მოვიყვანო მაგალითად რომელიც აბსოლუტურად არ მეპარება ეჭირო ამ ადამიანებს სამშობლო მაგრა უყვართ და გულწრფელები არიან მაგრამ ნუ სხვა დამოკიდებულება აქვთ რა და ნუ ამ თემებზე არ ვილაპარაკობ შეთანხმებულები ვართ რა ამ თემაზე აბსოლუტურად არ ვილაპარაკობ უბრალოდ იმას ესე ესმის ვერ ვახერხებ საბოლოო ჯამში 1 საათი მაქსიმუმ აი საყვალპურო თემებზე რო ილაპარაკებ ხო იცი ამინდი რამე რომ რაღაცები და მე უკვე რო გადადიხარ თემაზე მე უკვე იჭედება სიტუაცია ყველაფერი უკავშირდება რა ანუ იმას ღირებულებას ამას უკავშირდება ყველაფერი და ჩემი ღირებულება თუ ახლა შენ იქ არის უკვე ვეღარავა ხო აი და არ მოდის მაგრამ რავი რაღაცნაირად უნდა გამოსავალი მოვნახოთ უნდა შევიძა სხვა გამოსავალი ილო არ არის რა იმიტომ რომ ტიპები ვართ რა აქ ცხოვრობთ რა მე არსაწასვლა არ მინდა მართლა იმიტომ რომ აი ეგ მინდოდა ხა ამდენჯერ ვილაპარაკია ჩვენც მაგაზეს და რაღაცა მაგრამ აი სალომე კიდე სხვანაირად აზროვნებს ამ თემაზე მაგრამ მე იმდენად მიყვარს ეს ქვეყანა რომ ანუ მართლა არ მინდა რომ პირიქით რაღაცა წვლილი შევიტანო იმაში რომ ეს ქვეყანა უკეთესი იყოს მე რაღაცნაირად ანუ თუ ბოლო წერტილი არ იქნება იმისი რომ უბრალოდ ვერ შევძელი ამ ქვეყანაში ცხოვრება მარტო მაშინ წავალ დანარჩენ შემთხვევაში მგონია რომ ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს რომ უკეთესი ქვეყანა იყოს რა თუ მე არ გავაკეთე შენ არ გააკეთე და არ ვცადეთ მაინც ყოველ შემთხვევაში რავი მაშინ რა აზრი აქვს ხა რატომ დაუტოვო აი მაგაზე მინდოდა ეხლა ლაპარაკი წასვლაზე ზუსტად შენ გამოეხმაურე ნაწილობრივ მაგრამ ნახე 1,600,000 ქართველი ვართ როგორც ვიცი დარჩენილი საქართველოში მე ხა შორს ვარ იმ აზრისგან რომ საქართველოს ყოველთვის ვამბობ რომ საქართველოს მოქალაქეა ჩვენი ძლიერი მხარე ყოველთვის საქართველოს იყო ის რომ ეთნიკურად ჭრელი იყო ჩვენი ამბავი და ჩვენი სიმდიდრეა ასე ვთქვათ რა ჩვენის თუნდაც ისტორიული ტანჯვები სხვა ერებისგან მოვახერხეთ რომ გადმოგვეტანა და ჩვენი კულტურის სიმდიდრეში აგვესახა ეს რა თქვათ იქით გავლენები სხვა ქვეყნების კულტურული გავლენები და ამან რამდენადაც რაღაცა ნეგატივი მოქცა იმდენად ძალიან ბევრი რამე და მაგიტო ვარ ძალიან მაგარი ხალხი რომ ეგ მოვახერხეთ რომ ამდენი დამპყრობლის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ მათი გავლენები ჩვენთვის დადებითში გადაგვეყვანა რა მაგრამ ეხლა რეალურად მე თუ არ ვწდები ამ სტატისტიკაში ანუ 1,200,000 საქართველოს მოქალაქე და მათ შორის ეროვნებით ქართველი უმეტესობა არის წასული ქვეყნიდან 1,600,000 დარჩა და რა მაინდა არის ეხლა საუბრები მიდის და ლაპარაკია მეგობრებთან რომ რაღაცა ნაწილი აი იძახის რომ აი 3 თვეც და სუდია ძალიან ეხავს აი აქამდე რომ მიდიხარ ადამიანი რა საშინელ ტოქსიკურ სიტუაციაში უნდა იყო რომ მაგამდე წაგმიგიყვანოს ქვეყანამ და პროცესებმა რა შენ პრინციპში კი რაღაცა ნაწილობრივ გაიცი ამას პასუხი მაგრამ გიფიქრია სერიოზულად წასვლაზე ან თუ ფიქრობ რომ აი თქვათ მე ვარ ძალიან არ ვიცი შეიძლება
ცოტა სულელურად გამომდის, მაგრამ ოპტიმისტი ტიპი ვარ რა, მაინც რაღაცა აი თუ ბოლომდე მე აი ტეხავს ხო წეღარო ვთქვი, ანუ მართლა ტეხავს რომ ესეთი ამსეთ ფონს გიქმნის სიტუაცია შენს ქვეყანაში, რომ გინდოდეს სხვა ქვეყანაში წასვლა და იქ მუშაობა თუნდაც რაღაცნაირად არა შენი პროფესიით იმ და გაცვალო დატოვო ყველა შენი საყვარელი ადამიანი, ყველა შენი საყვარელი ადგილი, ყველაფერი ხო ან უკავშირდება შენს ემოციებს, ყველაფერი მიატოვო, წადა არ გქონდეს იმის შესაძლებლობა რომ რაღაცა და ანუ სხვა ქვეყანაში ყველაფერი თავიდან დაიწყო, განაის რომ ვერ დაიწყე, როგორ ვერ დაიწყებ ახლა ანუ მოცნემს შესაძლებლობას რაღაცას ახლა პრობლემები ყველგან არის, იქაც იქნება და იქაც იქნება, რა თქმა უნდა, კარგზე კარგი არ არსებობს, მაგრამ დაიწყებ, მოახერხებ რა, თავარია სტაბილურობის ამბავი და მაგრამ ანუ ამ ადამიანებს თუ ხელი არ შეეწყო რაღაცნაირად რომ აქ მიეცეთ შესაძლებლობა და არსებობის უფლება მან ანუ რანაირად შეიძლება ანუ ბედნიერები იქნებიან ახლა ტიპები რომლებიც აი მე წავედი შენ წახვედი წავიდეს და დარჩებიან აქტივები და ესენი იქნებიან ბედნიერები რომ აქ მარტო ერთი რაღაცა ტელევიზია იქნება და მე ტელევიზია არ იქნება ან ერთი აზრი იქნება მეორე აზრი არ იქნება ამით ხო თვითონაც არ იქნებიან არა ბედნიერები ჭრელია სამყარო და უნდა იყოს კიდეც ესეთი კაცო და ყოველას ჩვენი რაღაც წვლილი უნდა შევქონდეს იმაში რომ რავი უკეთესი გახდეს სამყარო ვიდრე იყო რაღაცა ბორბალის გამოგონებამდე მაგალითად ტიპმა ბორბალი გამოიგონა და უკეთესი გახდა ხო სამყარო და ჩვენ თუ არ ვიფიქრეთ და არ ვიაზროვნეთ და დისკუსია არ გქონდა რაღაცაზე არ ვილაპარაკეთ თან ახლა ჩვენ შელამაზებულად ვლაპარაკობთ ამ ყველაფერს ანუ ძალიან ანუ რეალურად საქმე ბევრად სხვანაირად არის ახლა უბრალოდ ძალიან ეს გარემოში ვარ რაღაცა მიხარია შეინახვა და დავაბალანსოთ ხო თორე ანუ ნეგატივზე არ კონცენტრირდეთ და როცა ვლაპარაკოთ გაერთიანებაზე ოღონ ამას გულისხმობ ხალხთან მიმართებაში ვიძახი რა ანუ სულ უფრო და უფრო ვფრთხილდები სიტყვებს რაღაცნაირად ყოველთვის მინდა დავტოვო სივრცე იმისათვის რომ თქვა სხვა აზრზე მყოფ ადამიანთან დავიტოვო გზები რომ რაღაცა არ ჩაჭრა ყველა ის და ურთიერთობაშიც ესია რომ პირად ურთიერთობაში შენ შეიძლება ჩხუბის დროს ისეთი რამე წამოაძახო ტიპს და ადამიანს რა არ აქვს მნიშვნელობა სიმართლეა თუ შეიძლება იმ მომენტში გაბრაზებულზე თქვი რის მერეც უკვე რაღაცა მთავრდება არსებობს რაღაც წითელი ხაზები რომ აი ისეთი რამე არ უთხრა და ისეთ რამეში არ ჩააჭირო შენ პარტნიორს ან ადამიანს რომ გაბრაზებულზე რომ გინდა რომ ატკინო და შენ დაუნებურად უცებ ეგ იმებში ერთმანეთთან ჩხუბის დროს რამე ისეთი არ უთხრა რის მერეც უკვე ურთულესი იქნება ან შეუძლებელი იქნება ურთიერთობის ასე ვთქვათ გაგრძელება ამიტომაც არის რომ როდესაც ეს საუბრობ ხოლმე ჩემზე უფრო ბევრად რადიკალურებიც ყოფილან ბევრად და სხვათა შორის უმეტესობა ადამიანს ეგ უფრო მოწონს ესეთი ლაპარაკი ისეთი არ არის იმიტომ რომ სიმძაფრეს არის ხალხი შეჩვეული სტატუსია მძაფრი უნდა იყოს ვიღაცას თუ აგინებს უფრო მეტი ინგეიჯმენტი აქვს ვიღაცას თუ ძალიან აკრიტიკებს მეტი ინგეიჯმენტი აქვს სამწუხაროდ ესეა და ტრენდში უფრო ეგ არის ჰეით სპიჩი და არა ის რომ არგუმენტირებლად და გამართულად რაღაცა თემები გაშალოთ და იბაზროთ ამიტომ ხო რა რაღაცნაირად თქოს ვცდილობ რომ რამე ისეთი არ უთხრა ადამიანს რა რომელიც ჩემნაირად არ ფიქრობს მე არ ვსაუბრობ მოძალადეზე რა მე გეუბნები აი უბრალოდ სხვანაირად რო ფიქრობს და აი მაგალითს გეტყვი და ტაქსში მჯდარო არ ერთო და ერთი ადამიანი იყო რომელიც მებაზრებოდა იმაზე რომ ევროპა არ არის ჩვენი მომავალი ჩვენ ეს არ გვჭირდება და გვჭირდება უფრო ან ჩინეთი ან რუსეთი და რაღაცა ესე დალაგ და ესე იქნება ჩვენ короче ერთი 40 წუთი ვიბაზრეთ ერთი ხმა არ აგვიმაღლია ერთმანეთთან მიუხედავად იმისა რომ აბსოლუტურად სხვადასხვაგან ვიყავით ძალიან საინტერესო საუბარი შედგა იმიტომ რომ იმ კაცს ჰქონდა თავისი არგუმენტები ჰქონდა ის კი არ ამბობდა იმას რომ მე ეს ჩემი გემოვნებით მინდა ის ამბობდა რომ მოცემულობა იმდენად რთული რომ როდესაც შენ გადარჩენისთვის იბრძვი რაღაცეების კეთება შეიძლება მოგიწიოს ისეთი რაც როგორც პატარა ქვეყანას უბრალოდ სხვა არჩევანი და გზა არ ქონდეს მაგრამ იმდენად გულწრფელი იყო ის კაცი თავის ნათქვამში რა არ ვეთანხმებოდი ნახევარში მაგრამ აი ის მესიამონა რომ კაცი გულწრფელი იყო და არგუმენტები ქონა და აი ჰარალოზე არ ამბობდა უბრალოდ რა ხო და ხა რა უთხრა იმ კაცს რომ წადი რა ჩერჩეტი ხარ თუ ამითი ხო ანუ რეალურად რა თქმა უნდა ხდები და კიდევ უფრო გაბოროტდებით ერთმანეთზე რა და ამიტომ ვამბობ რომ ალბათ ხო შეიძლება ბევრს უთქვა შემთხვევით რომ რა აზრი აქვს უკვე იმდენი რამე მოხდა რომ თუ ვეღარ ჩამოყალიბდი და ვერ გაარკვი არც არაფერი აღარ გეშველება მაგრამ ეგრე არ უყურებ მე რა იმიტომ რომ ვიღაცასთან რომ აქ საუბარი
მასშიც რაღაც სიმართლეები დამინახოს, კაცო, ყოველ შემთხვევაში რაღაცა შიშები და ფობიები, რომ ისიც ნერვიულობს, ფიქრობს. აი ადრე ნინო კასრაძე ჩაგვერთო მთავარ არხზე დილის გადაცემაში და ისამობდა, რომ კაცო, ჩემი კოლეგებიო არიანო, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენო და მათ აქვს რაღაცა შიში, რომ თუ აქ რამე შეიცვლება, მე ჩვენზე წავა და შეგვავიწროვებენ და აი მას არ გაგვიტარებენ, რომ ამ დროს სხვანაირად ფიქრობდი. რაღაცა ტრავმები აქვს იმ ხალხს რა და ამასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ და ამ დროს უნდა უთხრათ, რომ არა, ჩვენ რაზეც საუბრობთ არის ის, რომ შენც დაცული იყო, მეც დაცული ვიყო და შენი აზრის გამოთქმის საშუალება ისე ქონდეს და მე ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება, რომ ამაზე შიშები არ ქონდეს, რომ აი მე ვიღაცას რაღაცა სამსახურიდან გაუშვებენ, ან გაიტაცებენ, გამოიტაცებენ, ხო? ანუ თავარია ეხა შეასაც ლაპარაკობ, ეგ კიდე აი სამოქალაქო საზოგადოება რომ დავიწყეთ თავიდან ლაპარაკი, ზუსტად ეგ ამბავი არის, რომ ერთმანეთს თუ მიხედავთ რა. ხო რა, ძალიან კარგი არის ეს, რომ ჩვენ ქვეყანაში აქამდე ალბათ იყო, მაგრამ ეხა უფრო დიდი დოზით არის და ეგ დაგვეხმარება, ბევრ რაღაცაში ხელს შეგვიწყობს ყველა ვარიანტში. და რაღაცნაირად მგონია, რომ ბევრმა ადამიანმა ძალიან ბევრი რაღაც კიდე სხვანაირად გადააფასა რა, ღირებულებების ამბავში და ეგ ამბავი არ ვიცი, მე მაინც წარსულში არ მგონია დაუბრუნდეთ. მე ვეღარ ვიცხოვრებ წარსულში, ფიზიკურად შეუძლებელი, ჩემი აზრით არ ვიცი, მაინც დადებითადო არ განწყობილი, მაინც. კი, იმედია და თან ხო რა, ანუ იცი რა არის, მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი, რომ ნებისმიერი კრიზისი ახალი შესაძლებლობების საშუალებაა რა. მე თვითონ ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ იმ რაღაცა ფინიქს ვეძახი ჩემ თავს რა. თან ჩემი საყვარელი ბურთელიც ფინიქსში თამაშობს, რომელიც ჩაიფერფლება და აღსგება. ჩემ ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ძალიან დაბლა, აი ძალიან ქვესკნელის დაბლა ვიყავი, აი ფსკერზე რო ვიყავი რა, ყველანაირად, აი მენტალურად, ფიზიკურად, რა, ყველანაირად ვიყავი, რასაც ქვია ბოლოში ფსკერზე. და ის ფსკერზე ჩასვლა ხანდახან ყოფილა საწინდარი იმ რაღაცა უკეთესობის. მე გამოთქმაც არის, ხო, ფსკერზე თუ არ ჩახვედიო, ვერ ამოხვალო. კი ბატონო და რა თქმა უნდა, ეხა იმასაც ვფიქრობ, რომ მე ეხლაც არ ვარ ჩემი თავი თქვა, ყოველთვის იქნება მომენტი, როცა რაღაცა მაღალი თამასა გინდა დაუწესო შენ თავს უფრო მეტი, ხო? ანუ პროცესია განვითარების, მაგრამ ხო, ანუ ყველანაირი რაღაცა შეიძლება კრიზისი გახდეს ახალი საწინდარი. იგივე თეატრს რაღაცა კონკრეტული პრობლემები ქონდა, მაგრამ აი ამ ამბებმა კიდევ უფრო დაახლოვა, რაღაცა კოლეგამ უფრო დააფასა, რეგიონში ჩახვედით, იქ ნახეს, ასე ვთქვათ. ანუ თეატრმა შეიძლება რაღაცა ახალი სიტყვა თქვას ეხლაც და მომავალში ეხლა შეძენილი აი ეს კონტაქტი მაყურებელთან შეიძლება გადაიზარდოს მე სხვა რაღაცაში კიდე. იგივე ჰიპ-ჰოპ არტისტები, იგივე ჩვეულებრივი არტისტები, მათაც საშუალება აქვთ იმისი და რასაც ბუნებრივად გზნობენ შიგნით ამოიღოს და ადოს სიტყვა. ანუ გარკვეულწილად ეგეც ახალი საშუალებაა და შეიძლება ძალიან ოპტიმისტური არ ვარ მე, მაგრამ გეთანხმები, რომ შესაძლებელია, რომ კარგისკენაც წავიდეს. შეთან ერთი კითხვა მე მაქვს ეხა აქეთ. მიდი. კონტრ. აქ რო ამდენ ფეხბურთელების და კალათბურთელების ფოტოებს ხედავთ და სპორტსმენების. სპორტზე რო არ მელაპარაკები, იცი ხო, ჩემი დამოკიდებულება. რომელი სპორტი არის ისე, რომელიც აი შეგვიძლია რომ უყურო? ჩემი არა, არც ერთი. აი ერთი სპორტიც კი არის, ხო? აუ, ფეხბურთს თამაშობ მიყვარს. გიყვარს? კი. რა არის, უბრალოდ აბსოლუტურად ვერ ვერკვევი სპორტში რა. აი ეგ არის ჩემი როგორი სუსტი წერტილი, იცი? აი ცადად დედამიწა, მართლა დაჟე უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან. იმიტომ რომ არ ვიცი, ვერც ერთი ფეხბურთელის სახელდაგვარს ვერ ვიმახსოვრებ, ნომრებს ვერ ვიმახსოვრებ, ანუ რაღაცა აი ძალიან შორს ვარ სპორტისგან, მაგრამ ბოლო პერიოდებში ვუყურებ ხოლმე. ერთადერთი იცი რა მქონდა, აი ლიგას ვუყურებდი მამასთან ერთად, მახსოვს რა პერიოდი იყო, აი просто ვინ თამაშობდნენ იმას გეტყვი. ბარსელონა ჩელსი იყო, ბარსელონა ჩელსი, ეს იყო მე მგონი, ნახევარფინალი თუ ფინალი იყო ლიგის. ოლტრაფორდზე იყო მგონი. რომელსი ძახი ბარსაში რო იყო თამაში თუ იქ რო იყო? წააგო ბარსამ თუ მოიგო? გაჩეეხე გეტყვი. ჩელსის მწვრთნელი იყო მაურინიო. რაღაც დიდი პალტოთი რო დადიოდა. და ნუ რონალდინიო თამაშობდა, მე მგონი ეტო თამაშობდა. აი ეგ პერიოდი ვიყავი რაღაცნაირად ჩართული ფეხბურთში. მეტი არაფერი. მეც მაგ დროს ვიყავი. კაი, შენთვის რა არის? აი ბოლოსკენ ვართ უკვე, იმიტომ რომ კაი ხანია ვართ. თერაპიული რას გულისხმობ, იცი? აი შენი უშუალო პროფესიის გარდა და სიმღერა გასაგებია მოკლედ, ხო? ანუ თეატრი, სიმღერა და ასე შემდეგ. რა არის ის, რაშიც
ისვენებ. კიდე სხვანაირად, აი მაგალითად საქმეა და რავი, აი თქვა კერძის გაკეთება, ჰობი რა, ასე ვთქვათ, აი რამე გააკეთე, რომელშიც აი გევასება რა, რაღაცა გატაცე. აი, ხო, თევზაობაზე მითხარი შენ, ახალი შეყვარებული ყავი ერთი წლის წინ. გიждები თევზაობაზე, აი გავგიჟე, ვერაფერს ვერ ვიჭერი, მაგრამ მიყვარს. როდიდან დაგეწყო ეგ? ნუ, короче, ჩართვაზე ვიყავი ტელევიზიიდან ჩასული რაღაც სიუჟეტს ვაკეთებდი თევზაობაზე და ბოდიში იმ ხალხთან ვინც ამ სიუჟეტის მონაწილეობას იღებდა, მაგრამ მეთქი, ან რა საქმე არა აქვს ამ ხალხს, რა თევზებს იჭერენ, წადი იყიდე რაღაცა, ეგეთ დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ არ ვიცი რა გადატრიალდა ჩემს ცხოვრებაში, მე და ჩემი ძმაკაცი გადავწყვიტეთ რა, ჩემი ბენდის წევრია მახო ჭარელიძე და მოდი ერთი სათევზაოდ წავიდეთ, რაღაცა ეგ პონტი გქონდა, ვიყიდეთ ანკესები. პირველ ჯერზე როცა წავედი, გადავაგდე თუ არა ეს ანკესი, 3 თევზი დავიჭირე და ნუ გაუშვით ეს სპორტულად როგორც არის. და ეგ მაქსიმუმ თევზმა რო დავიჭირე და გაუშვი, მომცა რაღაც არ ვიცი, აი იმდენად ეს გარემო გამისწორდა და იმდენად მომეწონა ეს პროცესი, იმის მერე დავდივართ ყიდულობთ ამ ანკესებს, თავის საკვებურებს, თავის რა ვიცი, ნემსკავებს და მთელ ამბებს და ვერაფერს ვერ ვიჭერთ იმის მერე. იმ 3 თევზმა გამაგიჟა, მაგრამ მაინც დავდივართ. 1,500 ლარის აღჭურვილობა ნაღიდი გვაქვს. ბიჭო, რა არის ამ თევზაობაში? ერთი ლუკა ბაქანიძეა ჩემი ნაცნობი და ის არის მაგითი გატაცებული და რაღაცა ვიდეოჩი ხვდა TikTok-ზე ტიპი თევზაოს. ნერვებს საწყნარებსო, ედედაბოტყლული და დამაწყდა ნერვები, ამით ედავატირო ვიღაცა რომ იდგა, გაიგე და ვიღაცები ამბობენ რომ აი ვაკაჭის მაგათაც ნადირობაც ევასება, მაგრამ უფრო თევზაობა რა. რა არის? ანუ მაგ დროს მშვიდად ხარ ფიქრის თუ აი რა არის ის მაგია რითიც ხალხი შეჯდა მაგაზე? მე პირველ რიგში ვკაიფობ იმაზე რომ ქალაქიდან გავდივარ და რაღაც სხვა გარემოში ხვდები, მაგით ვკაიფობ. მე რო ვკაიფობ თვითონ პროცესით, ანუ რომ რაღაცნაირად აი თევზი ძალიან ჭკვიანი ტიპები არიან, ხო? გეგონება რომ რაღაცა ისე, მაგრამ აი რაღაცა ისეთ ადგილას შეიძლება დადგეს, ანუ რასაჭმელი შეიძლება მოეწონოს, რასაჭმელი შეიძლება არ მოეწონოს და მე შენც რო აქედან რაღაცებს თავაზობ და ცვლი ამ რაღაცა 1000 მიმდინარეობაა, ხო? იქ სპინინგი არის, იქ რაღაცა მის ტივტივა არის, რაღაც ამბები არის და ამ რაღაცებს რო ცვლი და რაღაცნაირად რო უცებ ტიპს ებრძვი რა, უცებ რაღაცა იმაში იჩდები. მოკლა ძალიან არ, ანუ სანამ ძირითადად ალბათ ვერასდროს ვერ წავალ და ანუ არ მიყვარს რა. თევსაც არ ვკლავთ, ჩვენ ვუშვებთ რა. უბრალოდ აი რო ებრძვი რაღაცა ტიპს და ერთხელ გამოიყვანა ჩემაც მაკაცმა, ერთი საკმაოდ მოზრდილი თევზი იყო და რას დაარქმევთ ხო რა და მეგო ანუ რა დავარქვით, ნატრული დავარქვით, ანუ დიდი ხანი ვნატროვდით და ნატრული პირველ თევზს ნატრული და მეორეს არ ველოდი დავარქვით და ასე ვარქმევთ თევზებს სახელებს და ვუშვებთ. ძალიან მაინტერესებს, წამიყვანე ერთხელ რა. წამო მაგარი. თან გაასწორებს. მოიწამლები. ერთად თუ ანუ ოჯახებთან ერთად თუ ცალკე, მაგრამ მეგონი ცალკე უფრო მოახერხებთ ოჯახებთან ერთად ცოტა რთულია რა. ოჯახებთან ერთადაც შეიძლება, მაგრამ ნუ უფრო თევზა, აი სპორტული ამბები აღარ იქნება მგონია, იმიტომ რომ იქ ცოტა უფრო სხვა ის არის. ნუ გასართობად კი შეიძლება, მაგრამ ის მუღამი მგონია რომ მაინც უფრო ისეთი იქნება. ხო. აუ რა მინდა იცი კითხო, იმიტომ რომ აი იქიდან გამომდინარე ვისაუბრეთ წამსვლელ ადამიანებზე და ანუ ჩემ ნაცნობობიდანაც ბევრი წასულა რა. ვიღაცა დიდი ხანი არა წასულია სხვა ქვეყანაში, ევროპაში თუ ამერიკაში და ასე შემდეგ, მაგრამ ვიღაცები თქვათ 2-3 წელია. ეხლა ის შენ ახსენე ეგეთი რამე რომ ქვეყნიდან უნდა წახვიდეო, ნუ გასაგები რომ სიყვარულის ანუ ჩვენი ქვეყანა ბოლო-ბოლო აქ გავიზარდეთ რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ერთ-ერთი რაღაცა ახსენე რომ უნდა არა შენი პროფესიით, არამედ სხვა რაღაცით უკვე იქაკეთო, ხო, რაღაცები რა. ეხლა ჩემ მეგობარს რო ველაპარაკე, რა ქვია, ამერიკაზე და აი რო ჩამოვიდე მეთქი რა სიტუაციაა, როგორი და რაღაცა, მაგან მითხრა რომ კაფელი ისწავლეო რა. ანუ თუ გინდა რომ აქ რაღაცა მოახერხო, პირველი 2-3 წელი მაინც იფიქრე პირველ რიგში სხვა პროფესიაზე, რაც მოგიტანს და მე ბონუსად თუ რაღაცა თუზი დაგეცა სადმე, უკვე სხვა ამბავია. ხო და ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო, ერთი ტიპია, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ქართველი მომღერლის პროდიუსერია, რომელმაც თქვა ეგეთი რამე, რომ ჩავედიო აქედანო, ანუ ყველაფერი ქონა ტიპს, ანუ რაღაცა გრინ კარტაც, ესეც და ჩასული იყო ამერიკაში და გამოვიდა მანჰეტენზე რა. და უცებ ბიჭო გავაცნობიერე, რომ აქ ეხლა თან ეგრო 2000-იანი წლების შუაში გიყვები რა, ყველა ცნობდა და მაშინ ხო იცი ცოტა იყო ისეთი ტიპი ცნობადი რაღაც ეხა ინტერნეტმა კიდე ბევრი გმირი გამოაჩი. მაშინ თუ ტელევიზიაში იყავე, აი ეგ იყო პონტი რა საქართველოში და ანუ იცნობდნენ რა ტიპს როგორც პროდიუსერს და იქ რო ჩავედიო და მანჰეტენზე გამოვიარეო, ანუ უცებ გავაცნობიერე, რომ აი არავინ არა, ანუ ერთ-ერთი ტიპი ვარ აი მასაში, რომელიც დადის უზარმაზარი ხალხი
კაციშვილმა არ იცის ვინ ვარ, რა ვარ, აქ შეჩვეული იმას, რომ ვა, ჩვენი ძმა რა ვახარ, დაჯექი, ურიგო თუ რა, რიგი თუ ან რაღაც პრივილეგიებზე კი, მაგრამ ხო ხდები დაფასება ქონდა. შენ თუ გიფიქრია, რომ აი მომავალში თუ მოგიწია წასვლა ღმერთმა არქნას, მაგრამ ეგრე დაარასკლავდა რა, რომ მოგიწია წასვლა. ანუ ეგ რამდენად გაშინებს ეგ, რომ იქ როგორ იქნები და თან კი რაღაცას თქვა სიმღერებს ჩაწერ და იქ აუდიტორიაზე იჩალიჩებ და რაღაცები პერსპექტივები არსებობს, მაგრამ ეგ გაშინებს შენ? როგორ არა? ეგ კონტრასტი? ბიჭო, ყოველთვის როცა ადამიანი რაღაც წარმატებას აღწევს, მერე ამის დაკარგვა უფრო მაგარი რთულია, ვიდრე რო არ გქონდეს. ანუ ეს წარმატება და იმ ცხოვრებით იცხოვრო. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ერთი წიგნით მეტი არ წაიკითხო რა, იმიტომ რომ როცა რაღაცა უფრო განათლებული ხდები, მერე უფრო მეტი პრობლემაც იჩნდება რეალურად რა და მად მივდივართ უკვე ეგზისტენციალურ თემებზე რა. მაგისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ რა. იმიტომ რომ ნახე დღეს რაღაცა გაგხვალ შეიძლება არ გქონდეს. ამისთვის თუ მზად არ ვიქნებით, მაშინ ძალიან გაუნადგურდებით და დაგვაგდებს, იმიტომ რომ უეჭველი იქნება. ეგეთი თემა ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტში იქნება, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რა. ქვეყანას დავტოვებთ თუ არ დავტოვებთ, მაინც იქნება მგონია ეგეთი პერიოდი, რომ აი ჩაგდებული პონტი იქნება რა და ანუ მაშინ მოგვიწევს, რომ თავიდან რაღაცები გავაკეთოთ. ამან არ უნდა დაგვაგდოს. ეხლა შეიძლება ჩემთვის მარტივი სალაპარაკო იყოს თეორიულად და პრაქტიკულად ეს ძალიან რთული იქნება ალბათ. მაგრამ რას ვიზავთ, ეგ არის რა, ცხოვრებაც ეგ არის რეალურად რა, იგივე აი გორა და მერე ვაკე და მერე აღმართის თემა არის ეგეც რა, ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ცხოვრებ ჩვენ ადამიანები ვართ და არა ვართ ღმერთები რა, რომ რაღაცეები უნდა ვიშრომოთ რა და ვიწვალოთ და რაღაცეები თავარია ღირებულებები არ დავკარგოთ ამ ყველაფერში, თორე როგორ არა, სულ ვარ წავიდეთ ქვეყნიდან, ეხლა ჩემს სფეროში მაგალითად ერთი ორი წელი რო არ გააკეთო რამე ისეთი სიმღერა რომელსაც მოусმენს შეიძლება შენი ბენდი ისეთი აქტუალური არ იყოს და აღარ მიგიწვიონ კონცერტებზე მე რასაკეთებ კი ხო ანუ რჩეულებრივი ამბავი შენთვის როგორია მაგალითად მანამდე არ იყავი ფართო ცნობილი მე როცებ გაიჩიტე ამაზე ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ მაგრამ მაინტერესებს რაიმე დისკომფორტიც აქ თუ არა გარდა დადებითი მხარისა ის რომ ივსები ხალხისგან რომ მოგეფერება და გულით რაღაცას გეტყვის რამე უარყოფითი და გვერდითი ჩვენებები თუ აქვს ცნობადობას შენთვის? ცნობადობას ჩემი გადმოსახედით ყველაზე ცუდი რაც აქვს არის ადამიანების გარემოცვა, რომელიც შე რაღაცა შურის თვალით გიყურებს რა, იმიტომ რომ ეგ ტიპები გიდა არ გინდა მაინც მოქმედებს რა, ანუ რაღაცა გაქვს, რატო გაქვს და აი მე რატო არ მაქვს რაღაცა ამბები არა, ალბათ ყველა სფეროში არის, მაგრამ ამ სფეროში კიდე განსაკუთრებით ჩანხარა და იმიტომ უფრო მეტად ვიდრე მაგალითად შეიძლება ძალიან პროფესიონალი რაღაცა მეღვინე იყო, ისე არ ჩანდე ბევრი ადამიანთან ვიდრე როგორც რაღაცა არტისტი, ხო, საშუალო დონის. ხო და აი ეს რომ მოდის ამდენი ენერგიას ვფიქრობ, რომ უეჭველი ძალიან დიდი ძალა აქვს რა, ეხლა სულ რო აქ დავარტყ ესე ფეხი რაღაცა ძალიან 0.000 რაღაცა პროცენტში, მაგრამ შეიძლება დედამიწის მეორე მხარეს გავიდეს ეგ ენერგია, რაღაც ანუ მე მგონჯერა რომ უწყვეტე და ეს ადამიანები რო რაღაცას ესეც უშვებენ, იმიტომ რომ ძალიან რთულია რომ რაღაცეები გაფილტრო და ეგ სირთული აქვს ჩემი აზრით ცნობადობას მეტნაკლებად. გარდა ამისა, რაღაცა ყველაფრის უფლებას იმდენად ვერ აძლევს საკუთარ თავს, რომ რაღაცა აი იქ ამთქანა რომ როგორც დაგათქანარებ ხა აქ ძალიან ესეთ გადაცემა არც მქონია, კაი ყოფილა შენთან სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან თავისუფალი ვარ, მაგრამ აი რაღაც პროტოკოლები ხო არის თუ რაღაცა, რომელსაც შეიძლება ისე ვერ გააკეთო, რომ რაღაცა შეიძლება ვიღაცა უცებ გადაგიღოს და მე რაღაცა და ეგ ცოტა დისკომფორტია, მაგრამ სასიამოვნოც არის რაღაც მომენტში. ეგ რა კასტა არ ვიცი, მაგრამ არია მგონია რომ აი რაღაცა ჰობი და გატაცება კი რა უკვე პროფესიად აქვს ტიპებს, რომ აი როგორ რაღაცებზე გაგიმახვილონ იცი ყურადღება მახსოვს ჩცდში მაგალითად რაღაცა მომენტი იყო რომ ანუ ერთ სცენაში ანუ ჭიქაიდო და მე ეტყობა ვიღაცამ აიღო მხატვარმა იქით შეიძლება რამეს არეკლამო იყო რაღაცა და ვიღაცა ტიპმა უყურა და ამოჭრა და დადორო ნახეო ბიჭო რას გვატყუებენ იდო ჭიქაო და ამ კატში ნახეთო აღარ დევსო და იქაც YouTube-ზე არის ვიდეოები სადაც ანახებენ აი ეგეთ ფილმში მომხდარ წუნებს და ეგ გასაგები ხა ის მართლა უნდა დადო ბიჭო გლადიატორის შუა სცენაზე რომაელები რო იწვიან და თვითფრინავი და ვიღაცა ტიპი რო იქიდან იყურება ჩვეულებრივ Starbucks-ის ჭიქა Game of Thrones-ში ბატონო ეგენი მაგრამ რა არის იცი ანუ მართლა ისეთ დროში ვცხოვრობთ რა ანუ სოციალური ქსელები ანუ
რამდენჯერ ყოფილა იცი რაღაცებს ზივარ და ბავშვებთან ერთად ან მარტო ზივარი ყავასო და ვიღაცები ერთმანეთს ხო და მე რაღაცა და ვითომ შენ იწიერო შენ ახი როგორ აკეთებს ყველაფერს გინდა არ გინდა ბიჭო სადღაც ანუ ფიქრობ რომ აი რა ანუ კაი რა ხო ხდება მაგრამ მე მაინც არ ვარ ისეთი ტიპი ბუნებით რომ აი რაღაცა მოვიდეს ჩემთან და არა ვიცი რაღაცა ისეთი ვთხრეთ ვიღაცა ტიპი მოდის გოგოსთან ერთად და ილუშ და მიყავს და მეთქი ვაზრავ ახარ იმიტომ რომ ხა ვერ წარმოვიდგინე რომ ეგრე ადამიანი მესალმებოდეს და არ მიცნობდეს ხო რაღაცა მეთქი ალბათ მე გამორჩა მეთქი და ტიპი რო არ გამოვიდე რომელმაც რა აიყო ბიჭო რაღაცა გახდი რაღაცას მიეღწია აღარ გახსოვს ხალხი ანუ უთქვავდე და მეთქი რამე არ გამომჩეს და რა ვიცი მას შერაშვრები და ერთი შეიძლება 5 წუთი ისე ვიბაზროთ ვიღაცას ეგონას кайხნის ნაცნობები ვარ და გოგოსთან ერთად რო ეხა და მე უცებ შეიძლება შენ რომელი ხარ თუ რაღაცას ვერ ვეუნები და ის ეთყობა ხდება და მოდის და ისე მესალმება რომ შანსაც არ მიტოვებს რომ ვინ ხარ ძმა რო კითხო გაიგე და ბოლოს რო გეტყვი ერთი გამიკეთე ჩემი ცოლის დაკალები ბოლოს აუ ხო შაგუ ვიძახინ ხო მე ისე არა ბიჭო მაგრამ ანიბრაზდება ხოლმე ეგეთ რაღაცებზე რომ გადახედოს უცებ მე ვთამაშობ სხვათა შორის მაგრამ ეს პატარა როლი მქონდა ჩემი ცოლის დაკალებში დუდუს ამბები გემახსოვრება რა დუდუს შულს თამაშობდი პაკოს ხო და გათათმა გადაპარსული მქონდა სხვა ტიპი ვიყავი რაღაცნაირად და ანუ სულ რაღაცნაირად ეს ორი სერია იყო რომელშიც короче ტიპი გოგო გავაუპატეურეთ რა რაღაცა ბიჭებმა ძალიან ცუდ პერსონაჟს თამაშობდი და აი ეგ ამბავი რომ გამოვიდი ქუჩაში ტიპები მომწდებდნენ რა ისეთი სიტუაცია მართლა ყველაზე პოპულარული სერიალი იყო და ანუ ტიპები მომზდენ შენ ხوار ხატაობო და რა გააკეთე ბიჭო და მე ნუ დუდუ ამ ერთ-ერთ სცენაში ხელს მირტყავს და ური შენ რომ მოგხვდა ის იმენა მაგარი უნდა მოგხვედროდო და რა სიძახი ეკა დემეტრაძის ხო იცნობ ხა რა ეკა ხო თამაშობდა დემეტრაძე ჩეცოდოში რაღაცა იმას რა ანუ პერსონაჟს და ბიჭო ეკა დემეტრაძის პერსონაჟი ჩეცოდოში რაღაცა ქმარს ღალატოს თუ რაღაც ეგეთი რა თემა გაიჩნდა და ბიჭო უბანში აქვს რაღაც მარკეტი რა ანუ აი ესეთი რიგით მარკეტი მზია თუ რაღაცა რა და короче ჩადის ეს და ეხლა რაღაცა სოსისი და რაღაცები და დაეთ რაღაცებს არჩევს და ამ ქალებს უკვე ხო ექსერია ნანახი აქვს მანამდე ყველა მოვიდა ჩვენი და იქ რო შემოვიდა ის აღარ გაუსწორდათ იქ რაც მოხდა იქ ღალატით რაღაცა და მოვიდა ქალბატონი და ეს არის წარმოიდგინე ეკა შედის და რაღაცა ერთი ის რაღის თუ შეიძლება 5 ლარი ხო ხტები ანუ იცი როგორ იცნობოდა რომ მიტრაკებდნენ რომ ანუ თავი ვიგძენიო რომ გეგონება რეალურ ცხოვრებაში რაღაცა დავაშავე რა და იყო ეგეთები კაცო წარწერები ამას ეგ არიზავდა და შაგუ ეგ არის კაცობა სადაც გნახავ იქ უნდა მოკითხა და კარგი თქი რაც ვერჩი რა გინდა შეჭება პერსონაჟია სატელევიზიო ამბავს თემა არის ეგეც და პარემაგასაც ვიტყვი რა დავაი ამინდის პროგნოზს ვაცხადებ რა ერთხელ იმაზე რაღაც გამოვაცხადე მაგარი სიცივე რა წვიმა და რა ვიცი მე და ეს ამინდის პროგნოზები ხან ურტყავს ხან ვერ ურტყავს და ხან რაღაც ეგეთ ამებშია და ბაზარში ვარ გასული რაღაც ჩაწერაზე ბიჭო და მთელი ბაზარში რაღაცა შუბებით და კარაკუ რაღაცები აცვია ტიპებს და დავინახეს შენ რო დღეს დილითო ამინდის პროგნოზიო ხო გამოგვიცხადეო რა გითხარიო მაგაზე მოგთხოვეს ხო კინა სათეზაო წავედით ბიჭები გამოვიდა თქვა რომ აიო კაი ამით იქნებაო წავედით ბიჭები სამწვადე ეს ისა წვიმა არ შეწყვეტილა ძმა შენ ხარ ატვიჩაი რა შენ უნდა მოგთხოვოს ბა არა აქ გვერდით ჩვენებები აი კიდე რამე ეცი კითხო რომ ანისთვისაც არ არის ადვილი ან ეხა თვითონაც სახიობი გასაგები თვითონაც ცნობადი და რაღაცა მაგრამ შენ როცა ცხოვრობ კიდე ეგეთი ადამიანის გვერდით მაგასაც თავისი გამოწვევები აქვს და აი შენი მეუღლის თვალით რო შეხედო ამას ან თუ გისაუბრიეთ ამაზე მას როგორი რეაქციები აქვს როცა ნუ აი მიდიხართ და თქვა ბავშვთან ერთად ხარ რაღაცა მოდიან იქ ვიღაც გოგო ისე გამოხედავს იქ ვიღაც რაღაცა მოგწერს იმიტომ რომ შენ კი არ აძლევ საფუძველს მაგრამ ნუ აი ეგეთები მაგას თუ შემოუტანია რამე დესტრუქცია თქვენ ცხოვრებაში მეტნაკლებად კი რა თქმა უნდა იცი რა იმიტომ რომ ბუნებრივია რომ ახდენს ეხა სალომე ძალიან ჭკვიანი გოგო არის და ძალიან განათლებულია და ისმის რა ეს ამბები რომ რაღაცნაირად შეიძლება რომ იყოს ადამიანები რომლებმაც რაღაცა ცოტა სხვანაირად ისაუბრონ რაღაცნაირები ანუ შემოვიდეს რაღაცები მიღებულიც აქ ეხა ეგ ამბავი ყველა ვარიანტში მაგრამ რაღაც ეტაპი დგება რომ რაღაცაზე შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს მე ვცდილობ რომ ხელი შეუწყო კი არა შეუშავო ამაში რა თქმა უნდა და პირიქით რაღაცნაირად ისე დავალაგო ყველაფერი რომ არ იყოს მაგრამ მეტნაკლებად მაინც მე ისეთი ტიპი ვარ რომ
არ ვიზიდავ რაღაც მგონია ეგეთ ანუ ნეგატიურ ამბავს პირიქით ანუ რაღაცნაირად უშვებ ხოლმე ხა ისო გოგო რაღაცას მოგწერს კომპლიმენტს და რაღაცა კი რა თქმა უნდა და რაღაცა მაგრამ ანუ რაღაცნაირად მეც ვცდილობ რომ არავის რაღაცა ისეთი საბაბი არ მიცე რომ რაღაცნაირად ანუ რაღაცა ზედმეტ ანუ ფიქრობ რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრები ყველა ურთიერთობაში და ყოველთვის მნიშვნელოვანია რაღაც აი რა ვიცი რაღაცა მე რაც გულისხმობს ეგ გინა არ გინა ადამიანები ხანდახან შემოდიან შენ პირად სივრცეში და თვლიან რომ ანუ მოსულა ეგ რა იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს არის ფასი იმისი რომ ცნობადი ადამიანი ხარ და ამაში გარკვეულწილად ნახევარი სიმართლეა თუმცა არის ხანდახან ისეთი ფორმებით ხდება ეს როდესაც ნუ იტყვი რომ აი ხა მართლა ის ხო არა ვარ ხო მეც ხო შეიძლება იმ მომენტში არ ვიყო ხო რაღაცა ბლად იმ ბუნებაზე რომ ყოველთვის ყველასთან თუმცა მეც კიდევ ერთხელ მაგას უფრო ნაკლებად შეუწუხები ვარ იმიტომ რომ არ მქონია ცხოვრებაში ეგეთი ეპიზოდები რომ ძალიან ნეგატიურად ვიღაცა მოსულიყო და რაღაც ვირტუალურ სივრცეს არ გულისხმობ მაგრამ ხო რა არის მომენტები ახლა გია ჭანტურია როა ხო იცი შევარდნაძის პაროდიას რო აკეთებდა და დარდო ბალაში რო იყო და რაღაცა მიდის ბიჭო და რაღაცას თრეულობს რაღაც კაფელი უნდა იყიდოს თუ რაღაც სველი წერტილები თუ რაღაცა და ელიავასია და მიდის და ვიღაცა ტიპთან მივიდა და ეუნება რომ თან სანამ ხმა არ მოიღო ვერ იცნო რა იმ ხმით იცნო რომ მაიცა კაცო შენ ის არ ახარო შევარდნაძეს რო აკეთებო კიო თუ რაღაცა მაიცა დამელოდე კაცო კაი კაცი ეხა მოვალ და ამან იფიქრა რომ ეხა წავა და ეტყვის რომ აი ძმაო შენ რო ეგახარ აი იმიტომ გამომაქ ესპანური მეტლახი და ყველას კი არ ვაძლევ შენ გაძლევ გენაცო და ამას გონია რომ მაგისთვის წავიდა რომ მოვიტანოს რაღაცა სპეშალ ედიშენი და მოდის და მოყავს ერთ 15 კაცი რა მოით მოყავს და მე და მიდი აბა ქენი ვაიმე აი როგორია წარმოიდგინეთ ეხა რა თქმა უნდა რომ შეურაცხყოფელია თუმცა ნუ ხო ალბათ ჩვენ შემთხვევაში ეგ უფრო ნაკლებად არის რა მაგრამ მესმის ჩვენი ცოლებისაც მესმის მოკლედ რა ხო ნუ ხა ბიჭო კაი ბევრ ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ დაახლოებით საათნახევრზე მეტია ხო როც ლაპარაკობთ საუბრობთ ხო და ყოველთვის ასიამონოა ძმაუში და საუბრები და ეს საუბრები უნდა გავაგრძელოთ ეხლა ისო კაცი ხარ ჩემთვის როცა ხვდებით ხოლმე ისე საინტერესოდ ლაპარაკობ ხოლმე ევაფიქსირებ ხოლმე ჩემთვის რომ გისმენ ხოლმე და დღეს რაღაცა მეც ბევრი ვილაპარაკე ხო და მე ეგრე უნდა იყოს კაცო ეგრე უნდა იყოს როცა შენ მოდიხარ ჩემთან ხო მტრისას შენ თუ მომიწვიე სადმე შენ მერე ნახე მადლობა ძალიან სიამოვნო იყო ჩემთვის იცი რა არის აი ფიქრზე რომ დავიწყე თავიდან ლაპარაკი დღევანდელი თემაც ეხა აი რამდენ რაღაცაზე ვილაპარაკეთ რა ლაპარაკი ძალიან კომუნიკაცია ძალიან მაგარია წამალია რაღაცეებში და დაჟე რო ლაპარაკობ რაღაცეებში შენ თვითონ შენ თავთანაც მე მაქვს ხოლმე მომენტები რომ რაღაცეებში ხან იმაში მოვდივარ ხან ამაში საკუთარ თავთან რაღაცეებში და მე რაღაცებს ვაიასნებ რა და რაღაცებს ვალაგებ ხოლმე და ეგ ძალიან კაია და დღევანდელი დღეც რაღაც მომეცა მე შესაძლებლობა რაღაცაზე მეფიქრა და ვინც გვიყურებს ეხა იმათმაც თუ რაღაცა პატარა რაღაცა შეიძლება ჩაიჭირეს ჩვენ ლაპარაკში რომ რაღაცა ის შეიძლება მათთანაც ახლოს იყოს მაგრამ გაასწორებს ვის ნახავდი მე ვეუბნები ხოლმე ჩვენ მაყურებელს რომ დააკომენტარონ ვინ გაუსწორდებათ რომ მოვიდეს პოდკასტში და გამიხილოთ რაღაც თემები შენ ვინ გაგისწორდებოდა ჩემთან პოდკასტში ან თუნდაც სხვაგან ამ ფორმატში რომ ვიღაცა სტუმარი ვისაც მოусმენ მითხარი და სპორტსმენებზე ეგრევე უცებ წავედი და პირდაპირ გეტყვი ნაკრების ექიმი დავითი ან ყოლია საინტერესო იქნება კი დავითი კაი კაცია ძალიან აუ მაგარი ძალიან მოსება კი თან სასწაული იუმორი აქვს და მგონია რომ გაასწორებს შოუში იყო ჩემთან კი და აქ არა და აქ უფრო საინტერესო ფორმატია იქ ცოტა ისეთი თემაა ეგ მაგრამ ეს რო შენია და აქ სხვანაირი საუბრები გვექნება კიდე სხვა ამბავია აუცილებლად გავითვალისწინებ და ავი თქვენს დაწერეთ თქვენი აზრი რას ფიქრობთ ბატონი დავითი რომ მოვიყვანოთ დინამოს და საქართველოს ნაკრების თავარი ექიმი ამავე დროს სხვა ტიპებიც ვინც გინდათ რომ აქ მოვიდნენ მოკლედ იცით რა ტრადიციულად რასაც ვიძახი ხოლმე ასევე დაგვალაიქეთ subscribe და დიდი მადლობა გიო რომ მოხვედი აქ და მომავალში კიდე გავიმეოროთ და სათევზაოდ კიდე წამეყვანა ოკეი შევთანხმდით ეგ არის აბა გეშტოვებით დროებით